მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენთან გიორგი სოსიაშვილი მოვიდა, ჩვენ მეგობარი, პარლამენტის წევრი, ქართული ოცნების წევრი. სანამ საუბარს დავიწყებთ, გულშემატკივარი მოგება მინდა ერს მიულოცო, ჩვენს ფეხბურთელებს მიულოცო, ყველა გულშემატკივარს მიულოცო, საქართველოს მიულოცო. კარგი იყო 3-0, კარგად ვითამაშეთ. თბილისიც მოვიდა. ნამდვილად ასეა. კი ბატონო. დავიწყოთ საუბარი ზოგადად ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. მარგინალიზებულ ოპოზიციაზე ჩვენ საუბრობთ, რომ მარგინალიზებული ოპოზიცია არ ვარგა ზოგადად, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ყველა ხელისუფლებას ყველაზე კარგსაც სჭირდება კონტროლი. და ეს მაკონტროლებელი უნდა იყოს პოლიტიკური ოპოზიცია. პოლიტიკური ოპოზიციური მედია, ეგრეთ წოდებული არასამთავრობოები, როგორც გიჟები არა და ესენი ყველანი გიჟები არიან და გიჟი გასაგებია რომ მარგინალიზდება, დასაცინი ხდება, როდესაც აიღეს ამდენი ხმა და 1%-იც არ გამოდის იმისი აქციებზე, დასამხობ აქციებზე ხელისუფლების. ეს უკვე ნიშნავს, რომ თავიდანვე გაუცრუე იმედი იმ ხალხს, ვინც შენ ხმა მოგცა. და ეს არის პრობლემა. აი, მომავალზე რომ ვიფიქროთ, ეხლა მოდის 7 თვეში თუ რამდენ ხანში მალე ადგილობრივი არჩევნები და თუ მიიღებენ მონაწილეობას, ვერაფერს ვერ აიღებენ, მაგრამ საბოლოოდ გაბანძდებიან. აი ამ თემაზე დავიწყეთ საუბარი და ძალიან საინტერესო მოსაზრებები ქონდა გიორგის და თუ შეიძლება გაგვიზიარეთ ბატონ შალვა მივესალმები ჩვენს მაყურებელს მინდა მეც დავიწყო მილოცვით ეს გუშინდელი დღე იყო რაღაცა განსაკუთრებული საყოველთაო სიხარულის დღე იყო ჩვენთვის იმიტომ რომ ჩვენმა გვირმა ბიჭებმა თავი დადეს რო იტყვიან მოედანზე და აჩვენეს ის საოცარი ქართული ჟინი ქართული შემართება რომელიც ესე ახასიათებდა ქართულ ფეხბურთს და ზოგადად ქართულ სპორტს და მინდა რომ თითოეულ მათგანს გადაუხადო ძალიან დიდი მადლობა და დაგვბედებოდეს და გაგყოლოდეს ეს სიხარული. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თქვენ უწოდეთ ოპოზიცია, მაგრამ მე ვიტყოდი რომ ეს ოპოზიცია არ არის. იმიტომ რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ბობოქრობდნენ რო იტყვიან აგენტურის წარმომადგენლები, უცხო ქვეყნის მიერ დაგეშილი, ასე ვთქვათ, ეს ადამიანები არმიების მიესადაგება დაფინანსებული და დაგეშილი ადამიანები და სხვათა შორის ქართველ ხალხზე დაგეშილი ადამიანები. ესენი ყველა საინტერესო ის არის, რომ მათ საშინლად ეჯავრებათ თავიანთი ქვეყანა, თავიანთი ხალხი და მთელი ამ წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის იდენტობა მოესპოთ, ჩვენი ქვეყანა გადაეჩეხათ უსკულში და ეს ყველაფერი ხდებოდა რაღაცა ძალიან ისეთი შეფუთვით, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენმა ხალხმა ნათლად დაინახა, რომ რა ძალასთან ქონდა საქმე, რომ გამოიკვეთეს ფაშისტური ბნელი ძალები და დღეს ახლა ხედავთ რაც ხდება. აი, უდაბნოს გლახებს დაემსგავსნენ, იმიტომ რომ მე სხვა შეფასებას ვერ უწოდებ, როდესაც ჯერ რაღაცა უწყვეტ პროტესტს ელაპარაკობდნენ, აიყოლიეს უამრავი ადამიანი, სხვათა შორის მე მინდა გითხრათ გამოსვლაში, მინდა გითხრათ მათ უწოდი ავხორცი მგლები. ერთ-ერთი კათოლიკე მისიონერი შეფასება გამოიყენა და მე ამაზე ატეხეს ერთი ამბავი, რომ ქართველ ახალგაზრდობასო გიორგი სოსიაშვილმაო ავხორცი მგლები უწოდაო. ქართველ ახალგაზრდობას კი არ უწოდი ავხორცი მგლები. აი ამ უტიფარ, აი ამ აგენტურის სათავეში მყოფ, ამ ქართველთ მოძულეებს უწოდე მე ავხორცი მგლები. საჭმელში ჩაუფურთხოთო ადამიანს რომ ეს აზრი მოუვა. აბა ეს ვინ არის? ესენი არიან ავხორცი მგლები და ესენი არიან ანტიქართველები, ქართველთ მოძულეები და ქართველებზე დაგეშილი აგენტურის წარმომადგენლები და ამიტომ ძალიან მართალია არა არ საიდუმლო რომელი არ გაცხადეს ახლა ბიბლიური ჭეშმარიტებაა მოგეხსენება და ძალიან მალე გამოიკვეთა და გაცხადდა მათი ვინაობა იმიტომ რომ თავი მოაბეზრეს თელს ხალხს სამდენი ტყუილებით მართალი ბრძანეთ და გადამგდებებიც არიან ისინი თავიანთი მომხრეების ეხლა ის ასეული ათასობით აღმორჩენელი ვიცნობ ხარი დაუჭირა ეხლა იქ აი პრემიერმა ბრძანა და მეც მინდა გავიმეორო რომ ბევრი მათგანი შეიძლება მართლა გულწრფელად გამოხატავდა თავის პროტესტს და ემხრობოდა მაგრამ ესენიც კი გადააგდეს მოატყუეს იმიტომ რომ ამათვის პროცესში ჩააბეს ამათვის ამორჩეველი და ქართული ხალხი გამოიყენება ვითარცა მასალა აი მასალად იყენებენ ჩვეულებრივად და როცა შენ საკუთარ საზოგადოებას მასალად იყენებ და იყენებს საზარბაზნე ხორცად ადრე თუ გვიან ეს საკითხი და ეს პროცესი ხდება ძალიან ცხადი და შესაბამისად დღეს ამ მდგომარეობაშიც მივიდნენ და ესე აი რო იტყვიან აღმოჩნდნენ რაღაც ესე მდგომარეობაში რომელიც მე ვფიქრობ რომ ნამდვილად საჭიროა ქვეყანაში ოპოზიციური აზრი დემოკრატია ამ დემოკრატიას ოპოზიციური
და ეს ჯანსაღი პოლემიკა ქმნის, მაგრამ როგორ შეიძლება ახლა ამ ხალხს უწოდო დემოკრატიული ოპოზიცია, ესენი არიან ვიმეორებ ჩვეულებრივი დაქირავებული აგენტურა, რომელსაც უკვე დაასრულეს სამწუხაროდ თავიანთი არსებობა. დიახ. ხო და მეც მანდვარ რომ რა თქმა უნდა ყველა პარტიას მათ შორის ქართულ ოცნებას ბევრი აქვს საკრიტიკო, მაგრამ როდესაც შენ სრულად ანტიქართულსაც კი არა, აი ანტიადამიანურ ქმედებებს ახორციელებ, რაღაც ვუდუს რიტუალებს ატარებ, ჭინკებს მოუხმობ, საწმელში ჩაფურთხება გინდა ხალხისთვის, ძალადობ, დედასაგინე, პოლიციელებზე ძალადობ. ეს არც ქართული და არც ზოგადად ადამიანური არ არის და სტალინის მიაწერენ რომ ვიღაცაზე თქვა რომ ესო დანაშაული არ არის, ეს უარესია, ეს არის შეცდომაო. მათ დამკვეთებმა დაუშვეს შეცდომა, როდესაც ასეთი ქმედებები განახორციელებიდეს. 60 კაცი რომ შესულიყო პარლამენტში, იქიდან ეს ჭინკები ბევრს დაუშავებდნენ ქვეყანას, კიდევ კარგი რომ ესეთი დაკვეთა იყო, რომ აი ცოტა ხანი არ შეხვიდეთ, გააპროტესტეთ და ჩვენ მოუყომარებთ, ახლა რევოლუციას მოვახდენთ. ფულიც ჰქონდათ, ტელევიზიებიც ჰქონდათ. მათი აზრით ხალხის მხარდაჭერაც ჰქონდათ, სინამდვილეში არ ჰქონდათ. ვითომ ბელადი ეს თვითმარქვია პრეზიდენტიც ჰყავდათ. მაგრამ არაფერი გამოვიდათ, იმიტომ რომ არ იყო ესეთი დაკვეთა. და რატო არ იყო ესეთი დაკვეთა? ასე ცუდად გვიცნობენ მათი ბოსები ჩვენ? იცით რა, ცდელობა იყო ძალიან დიდი და მთელი ამ ხნის განმავლობაში ისე მიაჩვია ამ აგენტურამ თავიანთი პატრონობა, რომ ესე მარტივად შეიძლებოდა პინგ-პონგის ბურთივით ეთამაშათ ქართველი ხალხი და ძალიან მარტივად ესე გაებითურებინათ ყველაფერზე, რომ ჩვენმა ხალხმა აი ამ საერთაშორისო საზოგადოებაში რაღაცა გარკვეული ფასი დაკარგა. მოდი პირდაპირ გეტყვით. ჩვენმა ხალხმა გულისხმობთ? ხაი ამ ხალხს გულისხმობ, აი თვითონ ამ ხალხის მიერ აყოლილ ადამიანებს გულისხმობ, თორე ჩვენი ხალხის ფასის დაკარგვას ღმერთმა დაიმფოროს მე თქვა. ხო. მე კარგად გამიგეთ რაც ვიგულისხმობ. ანუ საკუთარი საქციელებით, საკუთარი აი ამ მონური მორჩილებით ფასის დაკარგვის რა თქმა უნდა, ფასის დაკარგვის ერთგვარი შეგრძნება შექმნეს აი ამ ხალხისთვის. ეხლა გეტყვით რომ ხო ერთი წუთით რომ დღეს არის თვალის სახელის ერთგვარი პერიოდი. კი, თელსოფლიოში. თელსოფლიოში, აი თვალის სახელის პერიოდი. მე ვთქვი ერთ-ერთ გადაცემაში რომ ლიბერალური ფაშიზმის გადამსხვრევის მომსწრენი ვართ მეთქი და ეხლა ვიტყვი კიდე სხვა რაღაცას. თვალის სახელის ეპოქა დაიწყო საქართველოში. კი ბატონო. თვალის სახელის ეპოქის მომსწრეები ჩვენ გავხდით აქ, როდესაც ჩვენმა ხალხმა რეალურად დაუმტკიცა თელს კაცობრიობას არა მხოლოდ ომში ჩართვაზე უარი, არამედ მან განუცხადა რომ ის არის დამოუკიდებელი თვითმყოფადი და გადაწყვეტილების მიღები ხალხი, რომ ჩვენ თავი ჩვენად გვეყუდუნდეს. თქვენ რა გონიათ ახლა სუვერენული სახელმწიფო, რასაც ქვია სუვერენული სახელმწიფო, მარტო დროშის საფრიალება და ჰიმნის შემუშავება და დეკლარაციის გამოცხადება გონიათ? და სად ქონდა სუვერენული სახელმწიფო დამისახელეთ? რითი გამოიხატება სუვერენული სახელმწიფოს ნიშნები? ვიყავით ჩვენ გადაწყვეტილების მიმღებნი? რა თქმა უნდა. ნიშნავდნენ გარედან მართველებს და ხდებოდა თუ არა თავს მოხევა იმ რაღაცა საშინელი პოლიტიკისა, რომელიც გარედან იმართებოდა. ვინ ეკითხებოდა ქართულ ხალხს რა ხდებოდა? აი ამის გამო აღიმაღლა თავი ბიძინა ივანიშვილმა. ხმა და ამის გამო განაცხადა რომ დროა რომ ჩვენმა ხალხმა, რომელიც ილიას გზით მავალი ხალხია, რომელსაც გააჩნია ძალიან დიდი თავმოყარეობა და გამოვლილი აქვს უზარმაზარი გზა, როცა სხვა ქვეყნებისა სახსენებელიც არ არსებობდა მთელს კაცობრიობაში და აღარ მინდა მე წიაღსულები დავიწყო და დროა რომ ქართველმა ხალხმა თავისი ღირსება დაიბრუნოს. დაიბრუნა დავასრულებ თუ შეიძლება და სწორედ სუვერენული სახელმწიფოს ათვლის წერტილი როგორც ისტორიკოსი ვაცხადებ. აი გამჭვირვალობის კანონის მიღების მერე დაიწყო. როდესაც ჩვენ ამოვიღეთ ხმა და მე გუშინ უსმენდი დამოუკიდებელი საქართველოს ღირსეულ პრემიერ-მინისტრს, რომელსაც ასეთი რამ თქვა, რომ გადაწყვეტილების მიმღები საქართველოში არის ქართული ხალხი და ჩვენ ვართ და ეს არის სწორედ სუვერენული სახელმწიფოს შეგრძნება და არა ის რომ ესე ოღონდაც ესე იგი მართლად დაესვათ ვინმე ნებისმიერ დავალებას ასრულებდნენ და აი ამაშია საქმე. ამას მოვაყოლებთ იმასაც რომ ჩვენი უდაბნოში ხეტიალის დასასრული რა არის ბიბლიურად რო შევხედოთ რამდენი წელი ვიხეტიალეთ ქართულ მიწაზე ბიბლიური ხეტიალი მარტო ის კი არ არის რაც ბიბლიაშია მოთხრობილი და იმ უდაბნოში ეხეტიალა ჩვენ უდაბნოშივე გვახეტიალეს და ჩვენ უდაბნოში ხეტიალის დასასრული დაიწყო იმიტომ რომ ქართველებს თვალი აეხილა დაინახა და ძალიან მარტივად ხედავს და შეუძლია გარჩევა ტყუან მართლის იმიტომ რომ
ჩვენი თავი ჩვენამდე გვეყუდნის. იმიტომ რომ არავის არ ჭირდები, არავის არ აინტერესებს თუ არა გაქვს შენი თავმოყარეობა. შენი ქვეყანა მარტო ხინკლისა და ხაჭაპურის ადგილად არ უნდა გადააქციო. ჩვენ ვართ ძალიან დიდი იდენტობის ქვეყანა და ამას ჩვენ იდენტობას და ჩვენი ხალხის აი ამ ღირსებას უკვე ხედავს მთელი მსოფლიო კიდევ უფრო მეტად დაინახავს. იმიტომ რომ ვიმეორებ თვალის სახელის ეპოქა დაიწყო საქართველოსთან. თვალის სახელის ეპოქა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და მე ხლა როგორც გინდა ისე გაიგონე ხა ეს ჩემი ნათქვამი, მაგრამ თამამად ვიტყვი. უდაბნოში ხეტიალი და გამოსვლელია დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელმაც ღირსება დაუბრუნა ქართულ ხალხს, ხელისუფლებამ, რომელმაც დაასამარა ერთხელა სამუდამოდ ეს აგენტურა და რომელმაც თავარი აქცენტები გააკეთა ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე და თავარი სათქმელი უთხრა მთელ მსოფლიოს. საქართველოს უპირველეს ყოვლისა. ეს კარგია, მაგრამ მე მაინც მაინტერესებს სხვა რამ ეს პოსტულატები თქვით და გეთახმებით ამაში გიჟები ვერ იგებენ ამას, მაგრამ გიჟებზე ხვალ ვლაპარაკობთ. აი გლობალური ომის პარტია, Deep State, ეხლა ამერიკაში დამარცხდნენ უბრალოდ ცუდად აქ საქმე და ევროპაში გადაინაცვლეს ამერიკის მიერ დახურული რაღაც იდიოტური რადიო სადგურების დაფინანსებას ესენი იწყებენ. იქიდან გამოქცეული ხალხსაც შეიფარებენ ალბათ. ბრიტანეთი, ინგლისი და საფრანგეთი ალბათ ამ მუღამზეა რა. მაგ ხავთ ბრიტანელები, ჭკვიანები არიან, ასე ნუ დაუკარგავთ. მთელი მათი პოლიტიკა როგორ დაიწყეს? აი ისტორიკოსი კაცი ხარ და მთელი დედამიწა სულ რაღაც რამოდენიმე 10,000 ჯარისკაცით დაიპყრეს, იმიტომ რომ შიგდა კონფლიქტებს და განხილვებს ამძლავრებდნენ და ასე აკეთებდნენ. რო დაიწყეს. უბრალოდ რატომ დაიწყეს ესეთი სიგიჟე? რა მისცა? აი ეხლა ვფიქრობ, რა მისცა ესეთი სითავხედე რომ ეგონათ რომ ამ ღვთისმგმობი LGBTQ+ პროპაგანდის მომხრე ქართული ტრადიციების დამაწყევარი და რომ დასწინიან ჩვენს და ტრადიციებს. აი ამ არაქართველების ცუდად კი არ ვამბობ, ეროვნებაზე არ არის აქ საუბარი. აქ ძალიან ბევრი არაქართული ეროვნების მქონე ადამიანი საქართველოში იმაზე მეტი ქართველია, ვიდრე აქ რომ ლიბერალი ქართველები დადიან. აი ამ ხალხზე, ამ ქმედებებზე, ამ იდეაზე, რომელიც უნდა იყოს ყველა ქვეყანაში, დევიანტი და პოლიტიკური გადახდის მქონე 10-15% საჭიროა, რომ ერთგვაროვანი არ იყოს. ამათი ეგონათ რომ მასებს აიყოლებდნენ და დაგვამხობდნენ. ეს არის თუ არა იმათი ძალიან დიდი შეცდომა, ვინც დაუკვეთა. იმიტომ რომ რატო ვამბობ, ის გავაგზავნებ ოდნავ კითხვას. შეეძლოთ მიმიკრია, შეფარვა, აგერ ღვთისმოსავები ვართ, აგერ პატრიოტები ვართ, რა პრობლემაა, ხო? ესეთ გარეწებს იპოვნიდნენ და სხვანაირად გაეკეთებინათ ეს ყოველივე. იცით რა არის? ცოტა სხვანაირად ვიტყოდი. კი ბატონო, ძანა. კაინის ცოდვა საიდან მოდის? ხო, პირველ ხო. რაღაცა პირველ საწყისი ადამიანურ ბუნებაში კაინის ცოდვისა. ეხლა Deep State-ის უკან და მათი პოლიტიკის უკან რა იდგა? მასების მართვა აი ამ მავნე ფსევდოლიბერალური იდეოლოგიებით და ხალხის აღრევა. ხალხის აღრევა და როდესაც სპობ საზღვრებს, როცა სპობ ტრადიციებს, როცა სპობ ღირებულებებს. არის თუ არა ადამიანის დავასრულებ, არის თუ არა ადამიანების მართვა შედარებით უფრო ადილი. რა თქმა უნდა. რატო არის ცნობილი ამბავი ბაბილონის გოდოლი, ხო, ეს ყველაფერი ხო არის ჩვენთვის არის თავარი მასწავლებელი. იმის თქმა მინდა რომ რაც უფრო მეტად არის ადამიანი მოწყვეტილი საკუთარ ფესვებს, საკუთარ იდენტობას, საკუთარი მშობლების პატივისცემას, ოჯახურ ფასეულობებს, ამ ადამიანის მართვა არის ძალიან მარტივი. რა თქმა უნდა. და ამ მართული მასებით, აი ამ ბნელძალას შეეძლო ძალიან ბევრი რამე გაეკეთებინა. დაწყებული სხვადასხვა უმსგავსოების ჩატარების, ომში ჩართვა, პრაიდების თუ რა ვიცი რა, რაც ერქვა, ომში ჩართვა, 1000 უბედურების მოხდენა, სისხლის წვიმები დადგა დედამიწის ძალიან ბევრ წერტილში, ხო? ნორმალური ადამიანია კითხვას გისვავთ თქვენ როგორ ჟურნალისტს და გამოსტილ ჟურნალისტს. ვისაც ოჯახური ფასეულობები ძალიან ესე იგი გულში აქვს ამოტვიფრული ხატად რო იტყვიან. ვისაც უყვარს თავისი ტრადიციები, ვინც არის მორწმუნე და ეთაყვანება თავის სამშობლოს. არის კეთილშობილი. აზრად მოუვა უდესმე რომ მან ესე იგი
სხვა ადამიანი დაჩაგროს, სხვა ადამიანის ცხოვრება საზარბაზნე ხორცად გამოიყენოს და ამით ჯიბე მოითბოს, ეს ყველაფერი ხო მსგავს ადამიანის გონებაში მოხარშული ამბებია. ამიტომაც კითხვაზე პასუხი არის ძალიან მარტივი. როდესაც ასეთი ადამიანების აი ამ მასას ქმნი, ძალიან მარტივია მე შენი მიზნების შესრულება და აი ამ მასის შექმნის ამბავი იყო და ამიტომაც იყო რომ განსაკუთრებულად აი ცირე ერებზე დაიწყეს ამ ასე თქვათ თავიანთი პოლიტიკის განხორციელება, ხდებოდნენ თითქოს თავიანთი განწყობით რომ ასეთი ერები ვერ გაუძლებდნენ, იმიტომ რომ როცა ფინანსურად არ ახარ ისეთი ძლიერი, როცა არ აქვს ისეთი ძლიერი ინსტრუმენტები, მე არ მაქვს ლაპარაკი იდეოლოგიური ინსტრუმენტებს, მატერიალურზე მაქვს საუბარი, ამ შემთხვევაში ძალიან მარტივად შეიძლება რომ ეს ადამიანები გადაიყვანოს შენ ჭკუაზე და ბევრი რამე ისეთი გააკეთებინონ, მაგრამ აქ ერთი რამე ვერ გათვალეს. აი რა ვერ გათვალეს და ვერ გათვალეს რომ ქართველმა ერმა ძალიან ბევრ დამპყრობელს გაუძლო. ქართველი ერი შიერი იყო და ტაძარს აგებდა მაინც. ქართველი ერი მწყურვალი იყო და მაინც თავის ეროვნულ ფასეულობას ეთაყვანებოდა და ღვინოს წურავდა. აი სხვათა შორის, იმიტომაც არის ეს უბედურება ესე რომ ჩაკრული შემქმნელი ხალხი, რატო არის დღეს ესე ბატონშალოა, რატო მოხდა ერთგვარი ვულკანივით ამოფრქვევა ამ ყველაფრის ჩვენ აი ამ ღირსების შებღალას თითქოს ეგონათ რომ ამ ყველაფერს გადაყლაპავდა ჩვენი ხალხი, მაგრამ საბოლოოდ კი არ გადაყლაპა, ვულკანივით ამოიფრქვა და ის რაც ხდება დღეს აი ამის ამოძახილია. იმიტომ ჩაკრულოს შემქმნელი ხალხი ვართ. და ჩაკრულოში რა არის მთავარი ამბავი, რომ ბევრჯერ ყოფილი ვართ ამ დღეში, მაგრამ არ დაგვიკვნესია. ქართველი ადამიანი არ არის მყირალა ადამიანი. და მეორე კიდე საფერავის ლოცვით მომყვანი ხალხი ვართ. და როცა ამ ლოცვით მოყვანილი საფერავს გიბილწავენ და ასეთ იდეოლოგიას გაჩეჩებენ ახლა, ბუნებრივია რომ არსებობს ისეთი რამ, რომელიცაც ყველაფერზე ხას უსვავს უკვე ქართველი ადამიანი, იქ მატერიალურ რაღაცებზე და გამოდის საკუთარი ღირსების, საკუთარი ოჯახური ღირებულებების და საკუთარი იდენტობის დასაცავად. ამიტომაც იყო ოჯახურ სიწმინდე დღეზე გამოსული ამდენი ხალხი. რატოა დღევანდელ საქართველოს გადაიერეთ ახლა მე არ მინდა, მაგრამ ძალიან მე ევროპის ქვეყნებში ბევრი მიმოგზაურია და ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ტაძარი მომინახულებია და ახლა ახალს არაფერს არ ვიძახი მაგალითად და არ ეგონოს იმას რომ ახლა ევროპის საწინააღმდეგო რაღაცა განცხადებას ვაკეთებდი, მაგრამ ბევრი ტაძარი ევროპაში დღეს სპორტ დარბაზად არის გადაკეთებული. ხამის კლუბად. სპორტ დარბაზად და აღარ დავასახელე. ქართველმა ადამიანმა ეს იკადრა, როდესაც აკადრებინეს უпростоრად, აი ამათნაირმა ბოლშევიკებმა და ესე იგი ამ ეროვნულ იდენტობისგან დაცილმა ხალხმა, როცა დაიწყეს ეკლესიების ნგრევა და დღემდე ვერ მოგვინელებია ჩვენ ეს ამბავი. დღემდე სულშია ქართველ ხალხს ეს ყველაფერი ჩალექილი, რომ ქართულ კაცს ასეთი რამე გააკეთებინეს. აი ამათნაირებმა გააკეთებინეს ეს ყველაფერი რა. იმიტომ რომ ეს ეკლესია ჩვენთვის მარტო ქვების ნაგებობა კი არ არის. ეს არის ჩვენ სულში აგებული ტაძარი, ჩვენი იდენტობაა. ქრისტეს დედულეთი ვარ ჩვენ და მთელი ჩვენი ცხოვრება ამას წირავდით თავს და ეს ვერ გაიგეს, იმიტომ რომ როგორც ჩანს ჩვენი ხალხის ფსიქოლოგიის შესწავლაში ბევრი ხარვეზები გაეპარა. აი ეგ არის თავად. ჩემი აზრით, ჩემს ასაც გეტყვით და მე მგონი დამეთანხმები. სტორი ბრძანე ყველაფერი მართალი ხალხზე, მაგრამ ადრე მაგალითად აი ესეთი პერსონაჟი იყო ლოურენს არავიელი, რომელიც იყო ინგლისის დაზვერვის ერთ-ერთი პერსონაჟი და არაბების აჯანყება მოახდინა თურქეთის წინააღმდეგ და დაშალა თურქეთის ოტომანთა იმპერიამ. თურქები მაშინ გერმანელებთან მეგობრობდნენ. და ეს ადამიანი ისე იყო, ისე იცვავდა, ისე საუბრობდა, რომ არაბისგან ვერ განასხვავებდი. ანუ თავიდან ბოლომდე არაბები ძალიან მონოკულტურის ხალხი, ანუ ძალიან ტრადიციული ხალხი არ მიიღებდნენ სხვას. თუ არა ასეთნაირს. ანუ ინგლისის დაზვერვას და ინგლისს ზოგადად ჰქონდა რომ კარგად შეისწავლიდა ეთნოფსიქოლოგიას და აი ესე ვერაგულად აკეთებდა. ესენი მოვიდნენ საქართველოში, დაიწყეს პატრიარქის გინება, პრაიდის ჩატარება. საქართველოში იმის ლაპარაკი რომ ღვინოში უნდა ჩაუნაცუნაქნა, უნდა სუფრა წაუბილწო. საერთოდ როგორც რაღაც მომთაბარე ხალხი შემოვარდა, ოღონდ თან მცირე რიცხოვანი. და აი აქ დაუშვეს მართალი ეთნოფსიქოლოგიური პრობლემა. ქართველი ხალხის ხასიათი იცის მხოლოდ ქართველმა ხალხმა. კი ბატონო. მეტმა არავინ არის ის დუნიაზე. მაგიტო სტალინის გამორიცხული ამბავია, რომ
ჩვენი ხასიათი მხოლოდ ჩვენ ვიცით. რაც არ უნდა შეეცადონ ჩვენს ხასიათებზე რაღაცები მოარგონ, რაღაცები ააწყონ, გამორიცხული ამბავი. შეიძლება ამას ერთჯერადი რაღაცა ეფექტი გქონდეს, მაგრამ ჩვენი ხასიათი ჩვენზე კარგად არავინ არ იცის დუნიაზე. არა, სტალინმა მაგიტო იცოდა ჩვენი ხასიათი და გარკვეული წარმატებები საქართველოს გასაბჭოებაში ქართველები, რომლებიც იქ წავიდნენ, მაშინ ჰქონდათ ეს წარმატებები ზოგჯერ ძალიან ცუდ რაღაცაში გამოიხატა, რაც ძალიან კიდევაც და ეს მართლა ეს ცოდვა მოსადანიებელი გვაქვს კიდე ქართველებს. სამწუხაროა რომ თითქოს საუკუნეში ერთხელ ხდება ხომ ამ მავნე ენერგიის გამოდევნა ჩვენი ასე ვთქვათ ეროვნული მავნე ენერგიისა და აი ეხლა ჩვენ ამისი მომსწრენი ვართ, თორსა გამოიდევნეს მავნე ენერგია კი არა, რა ვიცი, რაღაც საშინელი ენერგია და ერთხელ სამუდამოდ დაისვენებს ჩვენი ხალხი ამ უბედურებისგან. ჩვენ საუბრობთ იმ კანონებზე, ბევრი ვისაუბრეთ, რომ პარლამენტი მუშაობს, ეს კანონები არის მომხმარებლის მიმართ გამკაცრებას ვერ ვიტყოდი, არამედ ზოგადად მინდა ის ზუსტი ფორმულირება მოუძებნო, იმიტომ რომ ბოროტმაინებმა ამ კანონს სხვა ინტერპრეტაციები მისცეს, თითქოს ქართული ოცნება ებრძვის ავადმყოფ ადამიანს, მომხმარებელს და არა გამსაღებელს. აი გამსაღებლების წინააღმდეგ კანონის გამკაცრება და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდისთვის უფრო ხელსაყრელი კანონი. ეს მნიშვნელოვანი კანონი, ასევე მედიის შესახებ კანონის მიღება და ასე შემდეგ. მაგრამ კიდევ არის რამდენიმე კანონი, მაგალითად იქ რელიგიური შეურაცხყოფისგან დაცვის კანონის იდეაც იყო და მსგავსი, რაც იმ ლიბერალურ კანონწესრიგს, რომელსაც ჰქონდათ მაშინ მიღებული, რაღაცნაირად შეცვლის. რას ფიქრობთ ამ კანონებზე და აი მომავალში რას აპირებთ ამ კუთხით, რაც კითხე, რომ ლიბერალური კანონწესრიგი. კი ბატონო, ესე იგი, მთელი ლიბერალური საკანონმდებლო არქიტექტურა შექმნა. კი ბა, აი მაგას მომფუძ. მთელი არქიტექტურა შეიქმნა ამისი ლიბერალური და ბევრი მიმართულებით იყო გამფენილი და რაც ყველაზე თქვენ აღნიშნეთ, ეხლა ამას მინდა ხაზი გავუსვა ნარკოტიკებთან დაკავშირებით. ნარკოტიკების გავრცელებისა და პროპაგანდისთვის განკუთვნილი ის კამპანია, რომელიც დაიწყო წინა ხელისუფლების პერიოდში, პირდაპირ გეტყვით, ეს იყო შეთქმულება ქართველი ახალგაზრდების წინააღმდეგ. ძალიან დიდი ხანი მიდიოდა ამაზე პროპაგანდა და ერთ-ერთი ქვეყნის მაგალითი მოყავდათ, მიდიოდა პროპაგანდა ამაზე, რომ ეს ნარკოტიკული და განსაკუთრებით ცუბუქი ნარკოტიკები არაფერს განსაკუთრებულს მავნებლობას არ იწევდა და ჩვენი ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი პროპაგანდა იცით თქვენ როგორი გარკვეული მავნეზე გავლენა გააჩნია სოციალური ქსელების მეშვეობით, ამ თავიანთი ფსევდოტელევიზიების მეშვეობით და ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ათასობით ახალგაზრდა იქნა აი ამ საშინელი სცენით დაავადებული. ეხლა ჩვენი ხალხის განვითარება, ჩვენი ერის განვითარება, საქართველოს განვითარება არ არის მხოლოდ აეროპორტების აშენება, არ არის ინფრასტრუქტურული პროექტების განშენება. თავი, რა თქმა უნდა, მე სხვა რამეს გულისხმობ. ჩვენი ქვეყნის განვითარების თავარი, ასე ვთქვათ, განსაზღვრელი ამბავი არის ჩვენი გენოფონდის განვითარება, ხო? ახალგაზრდების განვითარება. რა არის ამ ახალ ნარკოპოლიტიკაში ჩვენი? ეს აიტაცეს რაღაცა, როგორც იციან ხოლმე, რომ ყველაფერში რაღაცა, როგორც იმ გამჭვირვალობის კანონზე მუჭა ნახევარასავით იმეორეს მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსული და რაღაცას აბსურდამდე მივიდნენ. ეხლა მეორე სიგიჟეს დაადგნენ და უნდათ რომ აი ახალგაზრდებში ეხლა რაღაცა ჩათესონ ესეთი შიში რომ აი თითქოს ჩვენ ეხლა ახალი კანონი დავაინიციირეთ და არიქა და დავიწყეთ მომხმარებლებს პრობლემები შეექმნებათ. აქ არის დაუნდობელი ბრძოლა გამსაღებლების მიმართებაში. და მეორე კომპონენტი ეს არის გამაჯანსაღებელი. ეს სერვისების შეთავაზება, ადამიანების, ეს ამას მთელი მსოფლიო დღეს, მთელი მსოფლიოსთვის არის გადაუჭრელი ამოცანა პრობლემა. წამყვანი, ძალიან დიდი ბიუჯეტის მქონე ქვეყნები ამას ვერ ერევიან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, მიმართულებებია შექმნილი. ახლა როგორ გვინდა ჩვენ რომ ერთ წელიწადში საქართველოში ყველა ნარკომომხმარებელს ისეთი რამე შეესწა, მაგრამ ტენდენცია ჩვენი ხელისუფლების არის ის, რომ აი ამ ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრი პოლიტიკის, უმკაცრესი პოლიტიკის გატარებისა ჩვენ ვიწყებთ აი ამ სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელებას, რომ ახალგაზრდას არასოდეს აღარ გაექცეს თვალი იქითკენ, არც სუბუქი და არც რაღაცა კლუბური ნარკოტიკის მოხმარებისაგან. აი ეს არის ამ კანონის მთელი ფილოსოფია და კიდევ მინდა ხაზი გაუსვა. ეს იყო აი ამ მავნებლური
ფსევდოლიბერალური პოლიტიკის, თავსმოხეული პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება შეთქმულება ქართველი ახალგაზრდების წინააღმდეგ, რომელიც კრახი დასრულდა და დაასრულა ახალი კანონის ინიციირება. რაც შეეხება ახსენე მედიაზე კი და შემდეგ სხვა კანონები, რომელიც ამ არქიტექტურას დაანგრევს. ეხლა მედიაზე გეტყვით, რა შეუძლია მედიას? მედიას ბევრი რამე შეუძლია. არა, აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვამბობ, ეხლა ამ ფსევდო ეს მედია არ არის. ეს არის ტერორისტული, ჩვეულებრივი. რასაკვირველია მე ლაპარაკი მაქვს აი ამ მათ ასე ვთქვათ მედია საშუალებებზე. უკვე შეცოტავებულ შეიძლება იყოს. მედია, შეცოტავებულია, მაგრამ მაინც იფრქება ისი ბინძურე და ესე გაურკევლად წყაროს ეტყობდნენ, წყაროსგან მივიღეთ, იმისგან მივიღეთ და საბოლოო ჯამში შეიძლება ადამიანისთვის გული გაეხეთქათ, ისეთი რამეები დაებრალებინა და ოჯახები ბევრი ძალიან. და მე ხლა ამ ფაქტების თითოეულ ფაქტს აზე არ ვამახვილებ ყურადღებას. ეხლა ერთ რაღაცას გეტყვით, აი პატარა მაგალითს მოვიყვან ისტორიიდან. ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ ჟურნალმა მოგზაურმა დაბეჭდა ერთი ბინძური სტატია. და ამ სტატიის ავტორი იყო ერთ-ერთი ადავასახელებ გვას ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც წერდა, რომ საგურამოშიო, ჩემი თვალით ნახე ადგილიო, სადაცო ილიამო გლეხსო, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფაო და ესეთი სცემაო და ესეთი ამბებიო. გავიდა გარკვეული პერიოდი და ამ კაცმა, რომელსაც ბოლშევიკებმა არაფერი არ აღირსეს, თვითონვე აღიარა, რომ მე საგურამოში ნამყოფიც კი არა ვარო. და ეს იყო მოგზაური. და იმ მოგზაურის შთამომავალი და სამართალმემკვიდრეები არიან ეს ასე თქვა ტერორისტული საშუალებები და მე ახლა ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ ჩვენ ბრიტანული კანონი რატო ავიღეთ? რომ რა თქმა უნდა თავისუფალი მედიის გარეშე წარმოუდგენელია საზოგადოების განვითარებაზე ილაპარაკო, მაგრამ როგორ გესახება რომ მთელი საზოგადოებათან ჩვენი ინტელექტუალური საზოგადოება ყოველდღე იწამლებოდეს ამდენი რაღაცა ცილისწამებით, ამდენი ტყუილით და ამდენი უბედურებით და ამ დროს მე არავის ყველას კონდეს დაუჯელობის განცდა. რაღაცას მოიგონებს, რომ ვიღაცა წყარო მიაწოდა ამბავი და მე მოვა და შალვარამიშვილს რაღაცას დააბრალებს და მე ხა დამაბრალო კაცო რიგში ჩაგდნენ დაბრალებლების. პირობითად ვამბობ, პირობითად ძალიან. ამიტომ ბრიტანული კანონის ისევე როგორც ძალიან ბევრი მიმართულებით გაჯანსაღდება ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრი სფერო და ეს ყველაფერი აი თავის ადგილზე დაამკვიდრებს და მართლა ღირსეულ გარემოს შექმნის ჩვენი ახალი თაობებისთვის ეს კანონის ბრიტანული ანალოგიის კანონით შემოღებული კანონით თავის საქმეს იტყვის, იმიტომ რომ დაცული იქნება ადამიანი. დაცული იქნება და აღარ იქნება იმისი განცდა, რომ ჩაითვება დაიწყება გადაცემა და ვიღაცა ოჯახის ტყუილ სახლებს აჩვენებენ და ამაზე დაგიწყებენ ლანძღვარი. დიდი მადლობა რომ ვბრძანდით ჩემო გიორგი, იმიტომ რომ ისეთ თემებზე ვილაპარაკეთ პირველ ნაწილში, რომ ფუნდამენტური მნიშვნელოვანია და ხალხი ინტერესდება ამით. გიორგი სოსიაშვილი იყო ჩვენი განაცემის სტუმარი, ჩვენ გოგა ხაინდრავა ყავს, სულ მცირე ხანში შემოგვერდება, მანამდე პატარა რეკლამა იქნება, აბა დროებით. ნუ გოგა ხაინდრავას სად და კოსტიუმში წარდგენა არ უნდა. მუშაობს უკვე კაცი ეს. უკვე ფაქტია. მეგობრობაში. მეგობრობა ну ჩვენ მუშაობთ რა. ოღონდ ეს როგორი მუშაობაა, იცი რომ თან გამოდის, საქმე რომ გამოდის. აი ხა მაგალითად უდიდესი სიამოვნება განვიცადე, მე სამწუხაროდ არ ვარ ფეხბურთის თბიალი, მაგრამ ეს არ იყო ფეხბურთი მხოლოდ. ეს იყო ძალიან საინტერესო მატჩი, ხო? და უდიდესი სიამოვნება განვიცადე ჩვენი ბიჭები, რომ თამაშობდნენ როგორც თამაშობდნენ, მოიგეს. ხო, ეხა როცა ეს ლიბერდებილური ინტერნაციონალი სოფლიოში მარცხდება. საქართველოში რომ მარცხდება ეს კარგია. მთელ სოფლიოში რომ მარცხდება ესეთივე ანალოგიური სიამოვნება, აი ყოველდღე ტრამპი რომ გამოდის, რა გამოუვა რა არა ეგ საკეთემა და ესენი რომ კრიაქს იწყებენ ევროს დებილები. ევროს კავშირები. ევროს კავშირი ხო კარგად მოიფიქრე შენ. აი ეგ მე ვასწავლე. ევროს კავშირია და იმიტომ. ეხლა სკანდალია, წარმოუდგენელი. 15 დეპუტატი უკვე დასახელებულია, რომელსაც დაპატიმრება ელოდება. და როგორც აღმოჩნდა Huawei რო არის ჩინური კომპანია, იმის ლობირება იყო. მაგოთი აიღეს, ხო? ფული აიღე. ეს უკვე დადასტურებულია და როგორც ჩანს, ყველამ მიცხრა მიცა. ესე იგი კორუფციის ბუდეთი, სამარცხვინო დაწესებულებაა საერთოდ, ან ეხლა შენ წარმოიდგინე დაწესებულება, რომელშიც უსაფრთხოებას კუბილიუსი ხელმძღვანელობს. კუბილიუსი ხელმძღვანელობს უსაფრთხოებას და საგარეო საქმეთა საკითხებს კაია კალასი. ეს აბსოლუტურად უმეც არის, საიდან სად მოხდა, არავინ არ იცის და. მაგრამ გარდა ამისა, მე
ეხლა ძალიან საინტერესო პროცესი მიდის, გაუთავებული სამიტები რო არის ატყო. ესე იგი სამიც შეკრიბავენ, ვერაფერს ვერ მიიღებენ, შემდეგ სამიც დანიშნავენ, ვერაფერს ვერ მიიღებენ, შემდეგ სამიც დანიშნავენ. ეს კაია კალასი გამოვიდა წინადადებით რო 40 მილიარდი დოლარი გამოიყოს უკრაინას. 800 მილიარდზე ლაპარაკობენ ჩვენ ჯარი უნდა შექმნათ. იქ თემა ჩავარდა ვაფშე ყველამ ჩაარდო იმაზე სიცილით მოკვდნენ კრიზისია მთელ ევროპაში შეხედე რა ხდება ბიუჯეტები არა აქვს წესიერი 0.25% რეცესია არის გერმანიაში და საფრანგეთში და ნუ რა ვიცი რა ხდება ეს სულ ზღაპრებია საფტის ბუშტებს უშვებენ და გონიათ რომ ამერიკას უპირისპირდებიან ამ შემთხვევაში რა იქ არც იქაა მარტივად საქმე არ არის მარტივად სასამართლო ებრძვის. ხო, არა მარტო სასამართლო შტატები, ბევრი პრობლემაა, იმიტომ რომ რადიკალური გარდაქმნა მიდის სოფლიოსი. პრაქტიკულად სისტემა დაინგრა მთლიანად, დაიშალა, რა აღმოცენდება არ ვიცით. ამიტომ რთული პროცესია, ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა გულშემატკივრობთ, იმიტომ რომ მე არც კი ვიცი ამერიკის ისტორიაში როდის იყო ბოლოს, ყოველ შემთხვევაში ჩვენ მეხსიერებაში მე ეს რაღაც არ მაგონდება, მოუძებნე კიდეს და ვერ ნახე რომ მთავრობის პირველი ხდომა ლოცვით დაწყებული იყო. იცი ხო, მარტო იქ კი ბატონო. არა, ეხლა ვაშინგტონის დროს შეიძლება ხდებოდა ეგ და იმ არა, ტრამპის პირველი ვადის დროსაც კი. ლოცვით დაიწყო? მთავრობის ხშირად ლოცულობდნენ ლოცვის დღეები ქონდა ოვალურ კაბინეტში. ეგ სხვა საქმეა, მაგრამ მთავრობის ხდომა დაიწყო ლოცვით. არ ყავდა ლოიალური მთავრობა არც მაშინ. ბევრი მოღალატე ყავდა რა. არა, ნუ თვით უმეტეს პირველი მაშინ. ეხლაც რა. იცი როგორი მდგომარეობაა, რა უამრავი ადამიანი ახლა ნახე რა, აი ამ კანონებთან დაკავშირებით, უკრაინასთან დაკავშირებით, იგივე რესპუბლიკური პარტია. რესპუბლიკურმა პარტიამ ამ არჩევნების წინ ტრამპი თავის კანდიდატად არ მიიღო. უბრალოდ გაანგრია ტრამპმა მთელი ეს ასე ვთქვათ კედელი აშენებული აი ეს თელი აი ამ ბიუროკრატიის დიდი რა დავარქვა არც კი ვიცი. წარმოიდგინე ადამიანების ხედან იმაში რა ქვია სენატში და კონგრესში 35 წელიწადია. ნენსი პელოსის სურათი მაქვს ნანახი კენედის თან ერთად ჯონ კენედისთან ერთად არის გადაღებული კენედის საარჩევნო კამპანიაში. კენედი 64 წელში მოკლეს უკვე და მე 9 წლის ვიყავი მაშინ. ეხ შენ წარმოიდგინე პელოსი უკვე მაშინ ღებულობდა მონაწილეობას პოლიტიკაში და დღემდე სენატის წევრია. შენ აზე ხარ ეხლა მე ვარ 70 წლის. ან ბაიდენი ეს 60 წელიწადია. გესმიშენ 60 წელიწადია ნენსი პელოსი არის ამერიკის პოლიტიკაში. რიში, შახინი და ნუ რა ვიცი რომელი ერთი ჩამოთვალო რა ისი რა არის აი პენსიონერებისთვის სახლად გადააქციეს ეს ასე ვთქვათ ხო და ამიტომ ეს დიდი ბრძოლა რომელსაც ჩვენ იქ ხედავთ ეხლა წარმოიდგინე განათლების დეპარტამენტი გააუქმა გუშინ მოაწერა ბრძანებას ხელი განათლების თქვა რომ მეოთხე კლასელებმა წერა-კითხვა არ იციანო და მერვე კლასელებია ნუ კლასელებს ეხლა იმის გასაგებად ვამბობ ჩვენ ვისმენს იმათვის რომ იმ ასე ვთქვათ ასაკობრივი ერთმანეთში საგნები ერევარ და აზე წარმოიდგინე სრული კატასტროფამდე მიიყვანა აი ამ ლიდერშიპმა ამერიკის შეერთებული შტატები და ეს ყველაფერს იჩანს დღეს იძულებულია რომ ისეთ დათმობებზე წავიდეს რასაც ამერიკის შეერთებული შტატები როგორც ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის მერე ჰეგემონი ვერასოდეს ვერ წარმოიდგენდი რა. კვერცხებზე იცი რა თქვა გოგო პატარა მაგარი გოგო ყავთ 27 წლის ესენი ხო ქათმის გრიპს ებრძოდნენ და იმდენი ქათამი დახოცაო რომ სერიოზულად არის კვერცხის ძალიან დიდი დებიციტი და შეიძლება ვიღაცას ირონიულად მოეჩვენოს მაგრამ დიდი ამერიკაში არის პერესტროიკის დროს მოსკოვში რომ გაქრა ყველაფერი აი ძეხს რო გამოაგდებდნენ მე მახსოვს კაცო მოსკოვში ცხოვრობდი ამას დიდი რიგები უდიდესი ამას ბევრი იმისა ეს შედი საიტებზე და ნახავ ამას რა ხო ესე იგი ეს ქვეყანა რომელიც იყო საოცნებო რა რომელიც იყო აი რაღაცა წარმოუდგენელი აი მხოლოდ შეიძლება გეოცნება იქ ცხოვრებაზე დღეს არის იმდენად დაჩაჩანაგებული რომ აი ესეთი ამის წარმოუდგენა ხო წარმოუდგენელა ხო ძნელი იქნებოდა რომ განათლების დეპარტამენტს რო გააუქმებ. აღარაფერს ვლაპარაკობ რადიო თავისუფლება, თავისუფალი ევროპა, ამერიკის ხმა და შემდეგ და უამრავ სფეროს, ხო? მაგრამ მთავარი ის არის რომ აბსოლუტურად ნათელია დღეს რომ ეს
ყველა სფერო შეეხო. ეს გარდაქმნა, აი პერესტროიკას რასაც ეძახდნენ. დღეს მსოფლიოში თავდაყირად ადგა ყველაფერი, ეხლა იწყებს ახალი პროცესი, რომელიც დაალაგებს, როგორ იქნება, რანაირად იქნება, ჯერ კაცმა არ იცის ბოლომდე. შეძლებს თუ არა ტრამპი ამის დაძლევას, აი ამ წინააღმდეგობის, იმიტომ რომ კავშირი არ უნდა დაეშალა თუ გარკვეულ წილად. არა, საბჭოთა კავშირმა მოჭამა თავისი. არა, როგორც კი საბჭოთა კავშირი გაქრა, ძალიან ისტორიულად ცოტა დრო. ესევე როგორც ევროკავშირმა. ევროკავშირი დამთავრდა. ევროკავშირი აღარ არსებობს. ეხლა ის არის რაღაცა იქ ვითომ დღეს იქ ფაფხურობენ, მაგრამ თემა დამთავრებულია. საქმეს რომ იდგება ვერ. თემა დამთავრებული, არაფრის მაქნისები არ არის. არც ერთ მათ სიტყვას არ აქვს ფასი. არც ერთ სიტყვას, არც ერთ განცხადებას, არც ერთ ქმედებას. ეს გაუთავებელი სამიტები ეს რაღაცას უკრაინის დაცვის სამიტი. ხო, არა. უკრაინასთან დაკავშირებით საერთოდ ესეთი ცინიზმი რაც იმასთან დაკავშირებით ხდება. კაცო, აბა, გაგვიცვაო. აი ტუსკი არის ცინიზმის აპოლოგი. მარტო მთელი ევროკავშირი, კაცო, შეხედე რა განცხადება. რასაც ეხლა მიდის ესე იგი გლიჯავენ ყველა შესაძლებლობას აქეთ ევროპა და იქით ამერიკის შეერთებული შტატები იმისთვის რომ რაღაცნაირად აი ეს დარჩენილი რაც არის ვთქვათ რასაც დღესაც უკრაინას ეძახიან ატომგაზი რომელიც უკვე აღარაფერს რეალურად აღარაფერი აღარ არის იქ დარჩენილი არის ეს ერთი ბოროტი კლოუნი რომელიც ბოლომდე ცდილობს რომ გაანადგუროს ის ქვეყანა და დავალებაც ეს ქონდა ისევე როგორც სააკაშვილის ქონდა დავალება რომ ეს ქვეყანა დაენგრია ისევე როგორც ხაზარაძეს აქვს დავალება რომ ეს ქვეყანა დაანგრიოს დღეს ასე ვთქვათ კიდევ ერთხელ მე სულ მაინტერესებს აი ის მცველები რო დგანან ოლეოლა მცველები რო დგანან იქ დგანან ხო არა იქ დგანან რა დღეს წამოწოლილების გუშინ საერთოდ იქ ეძინათ ხო ოლეოლა მცველებს ვეძახი მე მაგას მე რა მაინტერესებს ის დღეს ბესი ხარძიანის შვილის ჩვენების მერე წარმოიდგინენ ცოცხალ დარ კაცთან ეს ორი თაღლითი ეს ხაზარაძე და ჯაფარიძე წარმოიდგინე შეიშვიდა გაუფორმეს სესხი კი ბატონო ბორკილებში კი ნაწამებ კაც რომ ეს სესხი ეგრევე გადასულიყო ადეიშვილის ჯიბეში აი ეს ნაძირლები ესენი ეს ორი არაკაცი რა დღეს პოლიტიკურ იმას ისტაბლიშმენტის წარმომადგენლებს თამაშობენ და მაგათ გვერდზე დგებიან და ევროპელები და ერთად ლაპარაკობენ რაღაცა. ხაზარაძეს ჰქონდა დავალებული, რომ კანაკლიის სპორტი არ აშენებულიყო. ეს იყო დავალება მისი. იმიტომ რომ ის დღეს რო ლაპარაკი მიდის ამერიკულ კომპანიებზე, რომ ვითომ რომლებიც დაინტერესებდა, ეგეთი კომპანია არ არსებობდა, რომელიც დაინტერესებული იყო ანაკლიის სპორტის აშენებით, იმიტომ რომ ანაკლიის სპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებს არაფერში არ ჭირდებათ. ანაკლიის შეერთებულ შტატებს ჭირდებათ, რომ ეს სპორტი არ არსებობდეს, იმიტომ რომ ერთადერთი ორი ფიგურანტია, რომლისთვისაც შეიძლება ანაკლიის სპორტი იყოს საინტერესო. ეს არის ჩინეთი და ევროპა. იმიტომ რომ ტრილიონამდე არის 860 მილიარდი არის. რუსეთსაც არის. ვაჭრო, არც რუსეთს რა თქმა უნდა არაცხობს. თუ გახსოვს, ხაზარაძემ ყაზახური კომპანია შემოიყვანა, ვითომ? განაცხადა, ამ დროს იყო რუსული კომპანია. რისთვის? ეს ის რომ არაშენებულიყო. მაგრამ ეს ხარძიანის მომენტი და მარტო ხარძიანის ხო არ არის. ესენი დადიოდნენ გლდანის ციხეში და ნაწამებ ხალხს უფორმებდნენ სესხებს იმისთვის რომ ეს ადეიშვილის ჯიბეში მოხვდარიყო და მაგათ გვერდზე დგანან დღეს ეს ახალგაზრდები ოლეოლა ახალგაზრდები რა და იცავენ საქართველოს მომავალს. შენ ხო წარმოგიდგენია და დაიწყო რითი კარიერა რომ როდიონოვის გვერდზე იდგა. ხაზარაძე როდიონოვის გვერდზე იდგა და არბევდა ქართველ ახალგაზრდობას, რომელიც დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე, ღირსებაზე იმაზე, რაც როგორც იქნა დღეს ქართულმა სახელმწიფომ შეიძინა ქართულმა სახელმწიფომ დღეს დამოუკიდებლობაც, სუვერენიტეტიც, ღირსებაც, საკუთარი ინტერესის განხორციელების შესაძლებლობაც და ამას ვინ ებრძვის დღეს? ხაზარაძე და ჯაფარიძე. ზუსტად ისე როგორც მაშინ ებრძვდნენ. ნუ ეხა აღარაფერს ვლაპარაკობ ამ ნაცების ასე ვთქვათ კონგლომერატზე, ხო? ხოდა, ხო როდესღაც უნდა გაახილო თვალი, უნდა გამოიწმინდო ყური და მიხვდე რა, სად გიხარ და რას აკეთებ. იმიტომ რომ არანაირი გამართლება არ იქნება. ქართული საზოგადოება იქნება ძალიან მკაცრი. იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში
როდესაც მთელი მსოფლიო არის თავდაყირად დგას. გარშემო ცეცხლი უკიდია ყველაფერს. ისრაელში სამხედრო ოპერაციები სირიის მიწას შებრუნდა, ხო? იპრობენ მიწას კი აქ ასე ვთქვათ უკრაინას ცეცხლი უკიდია. ეგერ ირანშიც იქ ჰუსიტო, აი თურქეთში პრობლემებია. უმძიმესი. პრობლემებია გერდოგანს. არა, პრობლემები, იმიტომ რომ ეხლა სტამბოლის მერის დაპატიმრება არის, სტამბოლი არის 12 მილიონია გასა, უდიდესი ქალაქია. ეს ერთ და მეორეს ერთი ეგ ადამიანი მერი და მერის მოადგილე. დღევანდელი დაჭერამდე ერთი კვირით ადრე გაუსწრო რეიტინგით ერდოგანს, ხო? ეხლა ეს მათი შიდა საქმეებია, თურქეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, მეგობრული ურთიერთობები გვაქვს და მაგაში ჩარევა ეს არა ჩვენ განსხვავებით ევროკავშირის ბიუროკრატიისგან, რომელსაც აბსოლუტურად დაკარგული აქვს სახე, სინდისი, ღირსება, ფუნქცია, რომელიც დღე და ღამე ქართული ინტერესი ცხოვრობს. შენ წარმოიდგინე, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი დღე და ღამე თავზე დაენგრათ ევროკავშირი, თავზე დაენგრათ. ქვეყანა თავზე ენგრევა და დღე და ღამე საქართველოსზე ლაპარაკობს. იმიტომ ხო არა რომ აქეთ რუსეთის მოქცევა უნდა ჩვენს თვითონ გადარჩა. ეგ გაშიფრული ეგ ძველი ამბავი, ეგ უნდოდათ, ხო, და დამთავრდა ეგ. მაგას ვერ გპატიობენ. რას ვერ გპატიობენ, იცი? ვერ გპატიობენ თვითყოფადობას, ვერ გპატიობენ ღირსებას, ისტორიას ვერ გპატიობენ. ვერ გპატიობენ რომ დღეს შენ ერთადერთმა ქვეყანამ გაბედე და თქვი რომ ჩემი ინტერესები არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მე ამას არავითარ შემთხვევაში არ დავთვალ. იმიტომ არის ეს ისტერიული შეტევა ბიძინა ივანიშვილის როგორ გაბედა და არა მარტო გაბედა, არამედ მოუგო შვეიცარია გააუქმეს როგორც ქვეყანა წარმოიდგინე. ქვეყანა რომელიც იყო ცენტრი მეორე მსოფლიო ომის მერე მთელი მსოფლიო შეთანხმდა იმაზე რომ ნეიტრალური ქვეყანა არის შვეიცარია, სადაც ყველა ინტერესები, განსაკუთრებით ეკონომიკურ ფინანსური ინტერესები, საბანკო სისტემა გააუქმეს შვეიცარიის ბიზნესთან ჭიდაობაში და წააგეს. პოლიტიკურათაც წააგეს, პოლიტიკური ბრძოლაც წააგეს. პოლიტიკური ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებელმა სახელმწიფომ ევროკავშირსაც მოუგო და ბაიდენის ეხლა ცდილობენ ჩვენ დაგვატაკონ აი ხვალ იქნება მარში, რომელსაც ქვია მეგობრობის აქტის მარში. ესე იგი, აი ეს ვილსონი რო არის, იმის შნირი რო არის, იმისი კეზერა შნირი რო არის, ვილსონი სამარცხვინო პირობნება აბსოლუტურად. ეხლა მაგის ის ნახე რა. ნახე კაცს ნახე. ხო? პალესტინელებს რო ზურგი მხრებით შემოყავთ ოთახში ნახი გაქვს? კი, მაგის კი იმაში. ლიზბი ფული მიეცი, ეგრევე გარანტირებული გაქვს. ეს რიში დღეს აქვს ზეიმი. რომ ტრამპმა მოიხსენია რიში. რიში რატომ მოიხსენია? იმიტომ რომ რიშს აქვს არჩევნები და არ აქვს კარგად. ოჰაიო შტატი მოიგო 4-ვეჯერ და ოჰაიოდან არის წარმომადგენელი. ხო და არჩევნები აქვს მალე და დაუჭირა მხარი რესპუბლიკელს, რომ შეიძლება წააგოს ეს არჩევნები და წმინდა შეიძლება კი არა წააგებს იმ არჩევნებს, იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ, ეს ნაწილი აი ამ ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის აბსოლუტურად სულ გაყიდული წარმოიდგინე. ეხლა შენ ნახე რა რომ ჩვენ ეს ფარას წინააღმდეგები რატო იყვნენ ესეთი ისტერია რატო ქონდათ ფარას წინააღმდეგ აღმოჩნდა რომ გილაური ეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმისი სააკაშვილის დროინდელი მაგის ძმა არის მესაკუთრე საქართველოს ბანკის რომელსაც მილიარდამდე მოგება აქვს წელიწადში $600,000 გადაიხადეს ამერიკულ ლობისტების დაქირავებაში, ხო? და რისთვის არის ეს გაკეთებული? ყველაფერი რომ ეს ქვეყანა დაანგრიონ, ხო? და მოვიდა კიდე სიკიდან ინსტრუქცია უთხრეს რომ ეხლა ხვალ გამოდით დროშებით, ხვალე გამოვლენ ტრამპის სურათებით და დროშებით ვინ? ისინი ვინც ტრამპს ეძახდნენ რუსეთის აგენტს, რომ ის თურმე ხო, გუშინ ეძახდნენ, თორე ხვალ გამოვლენ ტრამპისტებად. ხვალე გამოვლენ ამერიკის დროშებით, ტრამპის სურათებით, ეს ამას გადაიღებენ, გაუგზავნიან ვილსონს, ვილსონი გადასცემს რიშს და შახინს, ისინი აჩვენებენ, რომ აი ნახეთ, ეს არის ის ხალხი, ვინც ამერიკის დიდებას უჭერს ხარს საქართველოში. და ის გონიათ, რომ ის რო გუშინ წინ დედას აგინებდნენ და კგბ-ს აგენტს ეძახდნენ და პუტინის ეძახდნენ, გონიათ, რომ ის ინფორმაცია იქ მისული არ არის. მარტო მაგათი ინფორმაციები. გილაურის კომპანიამ დაიქირავა
ლობისტური კომპანია $600,000 რიში იხდის $500-ზე. ხო. რიში არა, აბატია რიში არა. ჯო ვილსონი $1,000 რიში თავი დავანებოთ. ჯო ვილსონი იხდის უბრალოდ ფოთის პოლიცმეისტერის ტაქსაა რა. არა, ეხლა იცი რომ ეს არის რაც ნაჩვენები. და არა, რაც ნაჩვენები. თუნდაც რაც არის ნაჩვენები. ხო. ძალიან დიდი თანხა პირდაპირ გეტყვი რა. $600,000 ამერიკის დიდი თანხა. ისიც ვიმეორებ, ეს არის რაც ოფიციალურად არის გადახდილი. გასაგებია, მაგრამ მოხდა და მაგაშია საქმე რა, მაგაშია იცი რა არის, აი ყველაფერში რასაც უყურებთ. ეხლა წარმოიდგინე ნანუკას ფონდი. აბა, ამდენი ნანუკა ჟორჟელებს შექმნა მხარდა დახმარების ფონდი. გუშინ წინ. მაშინ როდესაც დაიწყო შეტევა, როდესაც დაიწყო ეს ცეცხლის მრგველებელი რევოლუციის მცდელობა. შეტევა, ხო. და ეს იცი რომელი ნანუკა ჟორჟოლიანია? ეს არის ის ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ცდილობდა ვაზაგაშვილი გამოეყვანა მკვლელად. 20 წლის ბიჭი მოკლული. აი წარმოუდგენელი სისასტიკით დახვრეტილი ბიჭი ცდილობდა და აგერ არა მაქვს ტელეფონში მისი სიუჟეტი, სადაც ის ლაპარაკობს, რომ ვაზაგაშვილი არის მკვლელი. კი ბატონო. და დღეს ნანუკა ჟორჟოლიანი გვევლინება დედა ტერეზად. მაგაზე ანეკდოტი გამახსენდა ხა. მაგას დედა ტერეზაზე ანეკდოტი ეს იმას უკეთებს, ინტერვიუს ეუბნება. ბავშვობაში სკოლაში რასაც გეძახთენენო, რუსული ანეკდოტიო, დედა ტერეზასო და რატო და ყველას ვაძლევდი არ ვენანებუდაო. დედა ტერეზას მეძახთენენო და დღეს დედა ტერეზები გახდნენ, წარმოიდგინე რა. ეს კაცის ჭამიების მეგობრები, მათი ცოლები, მათი ასე ვთქვათ ისინი, დედა ტერეზები და ასე შემდეგ. კაცი ჭამიების. კოდუა ყავდა ქმარი, წარმოიდგინე რა. არა, მარტო უბრალოდ ქმარი კი არა, თვითონ აქ უშუალო მონაწილეობა დამჯერ ეს ის რო არის, ეს ის რო არის კიდე ის უტიაშვილი არის, ერთი უტიაშვილი. ხო, პესტაძის მეუღლე. უტიაშვილის გამო ხეობაში უამრავი ადამიანი აწამეს და მოკლეს. რატო? იმიტომ რომ უტიაშვილი 8-ში, 9-ში, 10-ში გამოდიოდა რუსთავი, არა, ცხინვალის რეგიონში, ხეობაში. იქაც მიქარეს კოდორის ხეობაში და არა, იქაც იქ ჩააბარეს კოდორი. არა, გამოდიოდა და რუკაზე იძახდა რომ ჩვენი ჯარის განლაგება აქ არის, იქ უტევთ, აქ უტევთ, მაშინ როდესაც არც ერთი ჯარისკაცი და იმაში ხეობაში ის ხალხი ამას ტელევიზორში ერთადერთი წყარო ჰქონდათ რუსთავი, რო უყურებდნენ, ეგულებოდათ რომ აქ ჯარისკაცები არიან და არ ტოვებდნენ ხეობას. ხო, არ დაცავეს. ამის გამოს ათეულობით, ასეულობით, ნაწამები გაუპატიურებული, დახვრეტილი ადამიანი გადამწვარი საქმე და აი ესენი დღეს ლაპარაკობენ წამებაზე ადამიანის უფლებებზე, ისინი ყოფილან ის სინდისის პატიმრები. ეს სინდისის პატიმრები ევროს კავშირის რო ყვია, ნახევარზე მეტი გარეთ არის. ერთკვირიანი სინდისის პატიმრები, სამდღიანი სინდისის პატიმრები, სულ სინდისის პატიმრები არიან. შენ წარმოგიდგენია, რომ მზია ამაღლობელი, ხო? სინდისის პატიმარი. მილიციის უფროს, პოლიციის უფროს ხელი გაარტყა საჯაროდ. და იმაზე სასამართლოზე განაცხადა რომ გაყალბებული არისო ჩემი ბრალდებაო. არა ვიდეო ნახეთ კაც. არა ჩვენ კი არა მთელმა მსოფლიომ ნახა და ისინი ვინც ისინი რო არის რაღაც Human Rights Watch და ისინი რო გამოდიან და სინდისის იმათაც ეს ხო ეგენი საიდან ფინანსდებოდნენ რა დონეზეა დეგრადაცია მორალური აი ამ ევროატლანტიურ სივრცეში დაქცეულში რომ აღარაფერი აღარ დარჩა რა, რასაც გინდა იტყვიან. რომელიც ჩვენ გვიწერია კონსტიტუციაში და არ არის ეგრე. არა, ეს გამოვა იმ კონსტიტუციაში. არა, იცი რატო, იმიტომ კონსტიტუციაში დარჩება და აღარ ნატო დარჩება და აღარც ევროკავშირი. არა, ტრამპი პირდაპირ ამბობს, რატო არის ეს აჟიოტაჟი შექმნილი? ტრამპი პირდაპირ ამბობს, რომ ან თქვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 5% გადაიხადეთ, ან კარგად იყავით. ვერ გადაიხდია. ეხლა რა მინდა გითხრა, ეხლა იცი როგორი რამეა? ნატო აღარ იქნება, იმიტომ რომ ნატოს რისთვისაც იყო შექმნილი და რაც ეწოდება, ეგ თავდაცვითი ორგანიზაცია. თავის დროზე ამ პრინციპით შეიქმნა. და როგორ არის თავდაცვითი ორგანიზაცია, რომელიც თავდასხმითი ორგანიზაცია. მეორეს ერთი წარმოიდგინე აბსოლუტური კრახი უკრაინაში. აბსოლუტური კრახი. ბუნებრივია, რომ ტრამპი ყველანაირად შეეცდება, რომ გაემიჯნოს ამ კრახს, რომელიც განიცადა საუკეთესო ჯარის პირობებში, იმიტომ რომ
უკრაინული და რუსული ჯარი როგორც ჩანს სოფლიოში საუკეთესო ჯარია როგორც ჩანს კი არა ეგ არის შუაში ერთი და იგივე ჯარი შუაში ნახე რა სიბძვია აბსოლუტურ სასუწარკვეთილობაში ნებისმიერი ჯარი დანებდებოდა უკვე დიდი ხანია რა სიბძვიან უკვე ნახე რა სიბძვიან ან გინდა სუჯაში გინდა იქიდი ნახე რა მე წარმოდგენა არა მაქვს როგორ ამ მაგას გერმანელებმა ვერ გაუძლეს მეორე მსოფლიო ომის ფრანგებმა რა ფრანგებზე ლაპარაკი ზედმეტია ერთი სიტყვის გარეშე ერთი ტყვია გაუსრული ჩააბარეს გერმანელებს საფრანგეთი ერთი ტყვია არ გაუსვრიათ ისე ჩააბარეს მაჯინოს ხაზი გააკეთეს და რომ მოუარა გუდერიანმა გაუგვირდათ რა სიბძვიან აი ამ ჯარის უკან იდგა მთელი ნატო და ომიც ააგეს ეს მარტო ის ქართველი ექსპერტები უნდა იყოს კაპანაძე რო არის და ვიღაცები რო არის ექსპერტები რო დღემდე რო უკრაინა ომს იგებს იგებს ხო უკრაინა რუსეთი ნუ აი წარმოიდგინე თავმოყარეობა ხო უნდა ქონდეს გენერალი ხარ რაღაცა გენშტაბის უფროსი იყავი რო გამოდი ხარ ძალიან მაგარი რაღაც მითხეს უყურე ერთი ხრივ და ქართულ ოცნებადაც შეიძლება იგივე თქვა რუსეთი იშლება, აგებს, მაგრამ მეორე მხრივ ტრამპის მოყვანა შეუძლია, მოსყიდვა შეუძლია ქართული ოცნებას. არჩევნებზე სულ ყველგან გავლენა. ერთი მხრივ რუმინეთში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებული შტატებში, საქართველოს ერთი მხრივ ოცნება პანიკაშია და სასოწარკვეთაში და მეორე მხრივ დიქტატორია და ტერორს ახორციელებს. ოლიგარქიული ხო, დიქტატორია და პანიკაშია გაქცევა თუ უნდა ქართულ ოცნებას რეჟიმი როგორ არის ხო? ამება და აი პოსტ თავმოყარე აი ეხა ჩემი ზოგი არის ჩემი ახლობლები არიან ჩემი ამხანაგები ყოფილი რაღაც ჩემი ამხანაგები არიან ჩემი რაღაცა ოჯახთან ურთიერთობები რომ ქონდა რომ გამოდიხარ და წამება სისასტიკე რეჟიმი ის რა ნუ აი რა სიტყვებს ხმა ყველაფერი რაც ეხლა ამას რომ ბარამიძე ლაპარაკობს და ნანუკა ჟორჟელიანი ეს გასაგებია იმიტომ რომ თავისი ისაწუხე გაიправოს კი ბატონო ბოკერია რო ლაპარაკო და ჩერგო რო ამას ლაპარაკო გასაგებია იმიტომ რომ ეგენი იყვნენ და მაგას ჩადიოდნენ ამიტომ ცდილობენ რომ შეგადაგაბრალონ ეს ხო მარტივი მეთოდია მაგრამ ეს ხელოვანები რო არიან ხელოვანები ვინ არიან ხელოვანი რომ ღერიან და ცეკვავენ და რო გამოდიან და სისასტიკე წამება არა ადამიანური მოპყრობა რეჟიმი აი გეშე და ის აი სულ მინდა ერთი ვკითხო თუ თავმოყარეობა არა გაქვს რაღაცა საზღვარი ხო არის პიროვნულსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის ხო რომ ეს შენი პიროვნული ინტერესი იმდენად ხო არ უნდა დააჩაჩანაგო ჩვენ რომ შეურაცხყოფა მიაყენო ყველაფერს რაც შეძგა შემოასწრო კადრები როდესაც ეს ეგრეთ წოდებული ბავშვები რომელთა ციხეში ყოფნა დიდ სიამოვნებას არავის არ გულებს მაგრამ ეს ბავშვები ქვაფენილს ყრიდნენ და კარგი გავროშივით, ოღონდ გავროში მართლმსაჯულოვანი იყო, ევსროდნენ პოლიციელებს და დააზიანეს პოლიციელები და ეს არაფერი არ არის. ეს კიდე რაზე მეტყველებს, იცი? რატო ლაპარაკობენ, იცი? იმიტომ რომ იქჭრის, იმათ უყურებენ. ამათ თავისი აზრი ხო არა. ხვალინდელი დღესო ამერიკიდან უცხოეთში ჭრის? ხო, აბა საფრანგეთის პოლიცია ასეთ ადამიანს როგორ მოექცეოდა? აი ეგ მაინტერესებს. არა, როგორ მოექცეოდა, ნახე როგორ მოექცეოდა ბერლინში ნახე რა ხდეს ორი კვირის წინ და გაანგრიეს მიწასთან გაასწორეს. ეგერ ფილმი გავაკეთე ეხლა. სიბზნეს სიზრუისა ეგერ ნახე ძაღლებს აჭმეინებენ დემონსტრანტებს, სტუდენტებს ხალხი ანგრევენ ყველაფერს, მაგრამ მე რას ვამბობ, იცი? აი რატო არიან ესენი? იმიტომ ზურგს უმაგრებენ, მაგათ გონიათ ყოველ შემთხვევაში, რომ ეს ევროსაბჭოს ევროს დეპუტატები. და ეს კონგრესმენები, ეს რიშები, ეს ვილკინსონები და ვილსონები და ისე. იმიტომ რომ შენ წარმოგიდგენია, რომ შვიდობიანი დღესაც გამოვიდა ის ევროსაბჭოს ის სპიკერი თუ ვიღაცა და თქვა, რომ ის ძალადობა შვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ჯერ ეს 5 დღე იყო მხოლოდ. აი ეს ნოემბერში, ოქტომბრის მერე 5 დღე იყო. მერე 5 დღის მერე რო აიყვანეს ეს ძირითადი ბირთვი და ესე იგი მთელი ეს შტაბები სადაც ჰქონდა შექმნილი, იმის მერე არანაირი ძალადობა, არანაირი ყოველდღე კეტავენ გზას, დადგებიან, იჭორავებენ, წავლენ, დაჭერდებიან, წავლენ. და ამის მიუხედავად ამისა შენ წარმოიდგინე რომ ევროკავშირის ტრიბუნიდან ამერიკის სენატორები, კონგრესმენები ლაპარაკობენ აღშფოთებულების საქართველოში ძალადობა შვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ეს ძალადობა და ეს შვიდობიანი დემონსტრანტები ნებისმიერ ადამიანს, ვისაც უნდა, ვისაც ინდისის ნასახი გააჩნია,
ვისაც რაღაცა ღირსება გააჩნია, ვისაც აწუხებს თავისი ოჯახის, თქვათ, ხვალინდელი დღე. ხო შეუძლია ძალიან მარტივად შეხედოს და ნახოს, რომ ეს არის ტყვილი და ეს ტყვილი იცის სულ ყველამ. მაგრამ ყველაზე მთავარი იცი რა არის, რომ მაგათ ის არის ისმით, რომ ქართული საზოგადოება, რომელიც არის შემკვეთი და შემსრულებელი საკუთარი ინტერესების ამ ქვეყანაში, იმ ადამიანების ხელით, ვინც აირჩია და ვისაც აირჩევს. და ბოლოს ამას არ ჭამს. არ მიიღებს და არა. და ბოლოს კითხვა მინდა პროფესორ. თავში ხო? ნუ საბოლოოდ მარგინალიზებული არიან დედა აქვს ნატირები ყველა შემაკავებელი მექანიზმი რაც ჰქონდათ შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას ეხლა არ არსებობს განა იმიტომ რომ ხელისუფლება მოარვია გაგიჟდნენ უბრალოდ ცოფი შეეყარათ რა ოპოზიციას ცოფი შეეყარა და პროსტა ეხლა და მოაშორო რა თავშეკრის ადგილებს მოშორებულები სად არის რა სად არის ოპოზიციური მედია განადგურებულია რა ოღონდ თვითონვე შიგნით დაჭამეს ერთმანეთს მთავარი აი იმან კაი რამე უთხრა იმ ის როენა მამიდამ რო კითხა რომ ნანუკა რო დაიჭირონო ეხლა მიტინგებს ხარ ჩავატარებო ნახე იმან ხო ის მაგარია ის იმან თქვა რომ მეო მაინც საქართველოს გულშემატკივრებო რუსთავაზიო მთელი საქართველო კი არ დგასო და რას ნიშნავს ანუ მაშინ ტალახაძეს რატო ხო ის დარსო ხო ზურგით იდგა გუშინ ხო დარსო ზურგით იდგა ნინო დარსო ზურგით დადგა რა იმიტომ რომ მთელი ეს აქტივისტები და მთელი ვინც არიან ხო ესენიც ნიველირებულები არიან და ერთი სექტაა რა მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ეხა გამოერკვევიან იმის გამო რომ დამკვეთს ცოტა პრობლემები აქვს მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას ეხა იცი როგორი რამეა მე გიპასუხებ მარტივად რაც აი ეს აგდებს ზედაპირზე მცდელობები საქართველოში გავლენების, შენარჩუნების და გაძლიერების არ დამთავრდება, როგორც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა გაიმარჯოს ტრამპმა. სხვა ხელები არაა. აბა მაშინ ამ ხელებით ამიტომ აიძულებენ რომ მიიღონ მონაწილეობა, რომ რაიმე ბერკეტები მაინც, რამე ბერკეტი მაინც. ეხლა იცი როგორი რამეა, მე და შენ კი ვლაპარაკობთ ესე. რა თქმა უნდა, ის ვითარება გადატეხილია ეხლა ძალიან სერიოზულად. მაგრამ არ დაივიწყო რომ 800,000-მა კაცმა მიცა ხმა. ეს არ არის რევოლუციის მომხრე მე. არა, ხო და მე მაგას ვიძახი რომ ეს მომხრეები იმათმა ხო იციან ეს. გავიგე, მაგრამ გაფლანგეს. ეხლა რამდენი იქნება? არა, რევოლუციის მომხრეები არ არიან. არა, არ გამოსულა. ხო და მაგიტომ ვიძახი რომ ეხლა შეიცვალა, მაგრამ რას გეუბნები? ეგენი ხო არიან ისე. კი, და ვერ ესენი იტყვია რომ მოდი ბიჭ, ეხლა შენ წარმოიდგინე რა ვითარება ჩამოყალიბდა რა. პარლამენტში არ არიან. ხო აი შენ გესმის როგორი იდიოტიზმი იდიოტები არის ხაზარაძე რო პოლიტიკოსი იქნება და ჯაფარიძე წარმოიდგინდა ისა რა ქვია ანა ნაცვლიშვილის და იმ სალომე სამადაშვილის შკოაზე რო ივლიან რა იმისი რა ქვია თინა ბოგო შენ წარმოიდგინე 60 დეპუტატი 150 იმაში რა ქვია პარლამენტში ატეხავდა ცირკს მოაწყობდა ცირკს შენ წარმოიდგინე ეს იზანზარებდა ის პარლამენტი კი და ყოველდღე იქნებოდა გამისგამატა შეცდომა ჩაიდინეს ეხლა შენ წარმოიდგინე რომ იმისი რა ადგილობრივი თვითარცელობის არჩევნებშიც რომ მონაწილეობა არ მიიღო ხო ჯერ ისედაც დამთავრებულები არიან აიძულებენ იმიტომ რომ იქ პრაგმატიზმი მიუხედავად იმისა რომ უცოდინარობა ეხლა შენ წარმოიდგინე მე ხო გეუბნებია ჩემთვის გადამწყვეტი მომენტი როდესაც მივხვდი რომ ამ მომავალი ამ ევროატლანტიურ სივრცეს და ამ ბაიდენის სარა აქვს ავღანეთიდან რომ პორტარტურის ხელს რო გამოასწრეს აბა ხო გამოვიდა CIA-ის დირექტორი პრესკონფერენციაზე მთელი მსოფლიო უსმენს, იმიტომ რომ ახალი გამოქცეული არიან ავღანეთიდან და განაცხადა რომ ჩვენო ტალიბებს არ ველოდებოდით იმაში. აბა ვინ მამჩემის მამას ელოდებოდი? არა, ერთია რომ არ ელოდებოდი, ვინ ახარ? დაზვერვის უფროსი ხარ, რომელიც არ ელოდებოდი, აცხადებ რომ მოულოდნელად. ხო, რომ აცხადებ რომ ტალიბებს არ ველოდებოდი და მეორეს ერთი თუ ამას რატო აცხადებ? ჩემთვის მაშინ ნათელი გახდა რომ ეს ხო და იგივე მდგომარეობა აქა რომ ვისთან აქვს საქმე არ იციან აბსოლუტურად ეხლა წარმოიდგინეს ბენიგანი ნუ რას უყურე იმ დღეს რა ეს წვალება წამება რაღაცა იჯდა ბიჭო რაღაცა იმისი რა ქვია
ის რო დაგემართება, ხო იცი, აი რო გივლის კუჩი და სახეზე რო ოფლები გასხავს, ისე დღეში იყო შეხვედრაზე მაკად ბოჭორი. ხო, არ უნდოდა. მერე გაიქცა ეგრევე სალომესთან და სალომესთან როგორი იძა, ხო ნახე, ხო. იმიტომ ერთაერები ეხა იგივე ამიტომ რაღაცები აქვს. ბუნებრივია რომ ეს ასე ვთქვათ ცდელობები ჩვენ აქ აღვირების ხელში აღების და რაღაცის გაგრძელდება. სხვა არავინ არ აყავს. თუმცა ეს ცდელობები სულ უფრო და უფრო სუსტი იქნება. არა, სუსტი იქნება, მაგრამ სხვა გზა არა. ხო, მოდი რა ეგ თქვათ რომ იქნება და მიიღებენ და რაც ისაც დაიჭერენ მაგასაც არა, ჩიც რა დაიჭერენ, მე კი ვიცი, მაგრამ ცდელობები იქნება, სხვა გზა არა. არა და თან იმდენი ჭკუაც არ ქონდათ, რომ ვიღაცა მოეძებნათ ხო, სხვა ადეკვატური. წარმოიდგინე, ვის ეყნობიან. ამიტომ რა თქმა უნდა, მური აზრი არ არსებობს, აი როგორც შენ გიყურებ ისე დარწმუნებული ვარ ადგილობრივ არჩევნებში ამათ მონაწილეობას. როგორ ახსნიან რომ ყველაფერი იგივეა, მთავრობა იგივეა, ცესკო იგივეა, პარლამენტი იგივეა, პოლიცია იგივეა, ყველა იგივეა და მაშინ თუ გააყალბა ეხლა როგორ იღებენ ხამელიონი იცი რო ეგეთი რომელიც ხამელიონი იცი რა კი როგორ არის ძალიან საინტერესო ცხოველი ხო აი ხამელიონები არიან რა დღეს გინდა ესე იტყვიან ხვალე ისე გუშინ ტრამპს აგინებდნენ ხვალ ტრამპის პლაკატები გამოვიდა ივან ვასილევიჩი მინიატურაში მე იტყვიან რომ ისევ ცუდი არის ტრამპი მე გამოვლენ ისევ იტყვიან რომ ტრამპი გამისა რასაც გინდა იმიტომ აქვს ეგეთ დღეში გოგა უღმეს მადლობა ჩვენ კაიკაც ნოდარ კაპანაძეს ველი ჩვენი ანალიტიკოსია შეიძლება უკვე ითქვას ისიც სტარტიანი და თუმცა ახლა შემოგვიერთდება ძალიან საინტერესო ანალიზით. გოგას უხმეს მადლობა, რეკლამა. ნოდარ კაპანაძე არის ჩვენი განაცემის სტუმარი. ბატონო ნოდარ, ჩვენ ყოველთვის ისევ ლაპარაკობთ ხოლმე ღრმად და ტელეეთერისთვის ღრმად, თორე ღრმად ლაპარაკიც არ შეიძლება, იმიტომ რომ ტელევიზიას თავის სპეციფიკა აქვს, მაგაზე მონოგრაფია უნდა გამოსცე რაღაცეებს, მაგრამ დავიწყოთ საუბარი შემდეგ დასავლეთის ეკონომიკურ და არა მარტო კრიზისზე დავიწყოთ და მე ეს მაინტერესებს და საქართველოს როგორ უნდა შეხვდეს ამას. ეკონომიკა რო მთელ მსოფლიოში ერთიანი კანონებით იმართება, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკვე ცხადი გახდა, იმიტომ რომ ჩინეთი დენ სიაოპინის გზას დაადგა, ანუ გეგმიურ ეკონომიკაზე გარკვეულწილად უარი თქვა, მაგრი არ არის. ჰა? გარკვეულწილად მაგითო ვთქვი. მაგას ქვია, ის რა ჩინეთში დღეს მუშაობს, მაგას ქვია სტალინის ეკონომიკა. სტალინური. სტალინის ეკონომიკა. ხო, კი ბატონო, მაგრამ ჩინეთში სამხრეთ ჩრდილოეთ კორეაში მუშაობს სტალინის ეკონომიკის საომარი ვარიანტი. ხო, როცა ომი იყო, მაშინ სტალინმა რა შემოიღო, კი ბატონო. ხო, ანუ მესმის. თუმცა ეს არ არის საბჭოთა კავშირის ეკონომიკა. ეს არ არის გვიანდელი საბჭოთა კავშირის. აი კოსიგინ ლიბერმანის რეფორმის დიახ, საბჭოთა ეკონომიკა ჩინეთში. როდესაც კენძო ინიციატივას გაჩნდა, რაღაცნაირად შესუსტდა და მე უკვე გოსპლანი გაჩნდა და ასე შემდეგ. ეგეთი რაღაცა იქ არ არის, ხო? რამდენიც მე ვიცი. იქ გოსპლანი არის? დაგეგმვა არის. არის? რამდენ მობილური უნდა გამოუშვათ, რამდენი ფეხსაცმელი? არა. აი საყოველთაო არ არის. მაგ დონეზე არ არის. არ არის, რა თქმა უნდა, მიმართულებებს გეგმავენ ღრმად. რა თქმა უნდა. ხო, იქ არ ჩადიან კონკრეტულად. გეგმავენ ვექტორებს. კი ბატონო, ეს პოლიტიკას ახორციელებენ. ნებისმიერი ბაზისური რაც არის, ეკონომიკის საფუძველი რაც არის, ერთ რეალური ეკონომიკა არის ჩინეთში. და არა მომსახურების სფერო. ჩინეთის ეკონომიკაში 24% არის დამამუშავებელი მრეწველობის წილი. დიდია ძალიან. თანამედროვე ეკონომიკისთვის ძალიან დიდია და რაღაც 8%-მდეა სოფლის მეურნეობის წილი. ანუ ჯამში რეალური ეკონომიკა არის მთლიანი ეკონომიკის 32%. ძალიან დიდია. ძალიან დიდია, რა თქმა უნდა. ანუ იქ არ არის მომსახურების და 53% არის მომსახურების წილი. ხო და იქ არ არის იმდენი რომ სხვა ეკონომიკებში არის 90. აი მაგალითად ახლა ამერიკის ეკონომიკაში 11% არის დამამუშავებელი მრეწველობა. 1%-ია სოფლის მეურნეობა, 80% არის სამომსახურება. ხო და ამიტომ ამერიკა მაგდო ეშინია ტრამპს. ამიტომაც არის რომ ჩინეთი არის რეალური ეკონომიკა. საფრთხე, მაგდოა საფრთხე. მაგრამ აი ჩინეთის ეკონომიკის მთავარი სპეციფიკა არის ის რომ ეკონომიკის აი ბაზისური და ბაზისი რა ძირითადად როგორც მეტალურგია, მძიმე მრეწველობა, ეგეთი A კატეგორიის მრეწველობა
ეგ არის ძირითადად მაინც სახელმწიფო საკუთრებაში. სახელმწიფო განსაზღვრავს იქ მთავარ ვექტორებს. ხოლო რაც შეეხება კერძო ინიციატივა პირიქით წახალისებულია და ყველა კერძო ინიციატივა აი ამ დიდი სტრატეგიული განვითარების ვექტორებზე იკინძება. ჩვენ ეხლა უყურებთ აი ამის თქმა მინდოდა ზუსტად რეალური ეკონომიკის სიმცირით გამოწვეულ კრიზის ლიბერალურ სამყაროში. ხო, კარგად თქვი, სწორად თქვი. კი ბატონო. როდესაც ჩვენ უყურებთ ევროპის უსუსურობას, როდესაც ისეთი მცირე სექტორი, რუსული გაზის ხელოვნურად გათიშვის გამო გაცილებით უფრო ძვირი და მრეწველობა გარბის ეკონომიკა ევროპიდან. ჩვენ ამას ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ის ნარატივები, რაც ადრე ევროპაში მუშაობდა, ის გეგმები, ის უბრალოდ განწყობა აღარ არის, იმიტომ რომ ომმა თავისი ქნა, ომმა დაანახა ყველას რუსეთის სიძლიერე. არა არმიის მხოლოდ, არამედ სანქციები რო დაუწესეს. ამათ ეგონათ, რომ რუსები შამპანურს რო არ იყიდნენ ფრანგულს და ის მაგასაც ყიდულობენ, ეგ პრობლემა არ არის. ანუ რუსი ერი 80%, რომელსაც ეს შამპანური თვალით არ უნახავს, კრიზისის გამო გადააგდებდა პუტინს. აი სიგიჟე, ესეც ეკონომიკური კრიზისის გამოწვევია იქით, იმიტომ რომ ეხლა ევროპას უწევს მაგალითად ტრამპის მითითების შესრულება, რომ 5% თლიანი შინაგანი პროდუქტის გამოყოს ნატოზე, რომლის საშუალება არ აქვს. ეხლა რაღაც სიგიჟეები 800 მილიარდ ევროს გამოყავთ არმიის შექმნისთვის. ეგ 800 მილიარდი ძალიან საინტერესო აი ეგ ხომ სიგიჟეა. სიგიჟემდე მანდ არის ერთი საინტერესო საიდან ეს 800 ამასინათ დაბეჭდავენ? ერთი ძალიან ჭკვიანი კაცი არის ირაკლი გოგავა. ხო. ლაბარაკობდა ურსულა ფონ დერ ლაიენის დაკვეთით მარიო დრაგი არის ესეთი სერიოზული სპეციალისტი, რომელმაც მომზადდა ევროპის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის ანალიზი. და რატომღაც იმონეს 800 მილიარდიანი ყოველწლიური ინვესტიციის 800 მილიარდიან მოცულობაზე გააკეთა განაცხადი რა. მოკლედ ეს ანალიზის შედეგად თქვა, რომ ეს 800 მილიარდი ევრო არის ყოველწლიურად საჭირო. საიდან? ხო და ეს 800 მილიარდი და რემილიტარიზაციისთვის ეხლა 800 მილიარდი რატომ ემთხოვა ერთმანეთს, მე მგონი შემთხვევით არ ემთხოვა ერთმანეთს. თითქოს ეს ფული ქრა წავიდესო? ხო. საიდან? ეს ნიშნავს იმას, რომ არის ორი ვარიანტი. ერთი მაშინ უნდა რაღაც სოციალურ და სხვადასხვა ხარჯები უნდა შემცირდეს გერმანიაში. ხო. გერმანიაში დაზღვევა რო აქვს ახლა ფანტასტიკური უნდა შემცირდეს. ეს უნდა შემცირდეს და საინტერესოა რომელ ქვეყანაზე რამდენად გადანაწილდება ეს თვით და საერთოდ რამდენად განხორციელებადია ეს. მე მაგალითად ევროპის ერთიანობის იდეის მაინც ამჯერა. არ გამოვა. იმიტომ რომ ნუ ახლა მართალია მე ეკონომისტი და სტატისტიკოსი ვარ, მაგრამ ისტორიაც ძალთვალით მაინც ამიკითხავს რა. ევროპის ერთიანობის მიღწევა რომის იმპერიის დაშლის მერე მოხდა რამდენიმეჯერ. ეს არის კარლოს დიდის იმპერია, გერმანელი ხალხის რომის საღვთო იმპერია, მერე ნაპოლეონის ევროკავშირის ნაპოლეონის ვერსია და მერე ჰიტლერის ვერსია და ეს მეხუთე ვერსია არის ახლა რაც გვაქვს. და არც ერთი მათგანი არ მომხდარა რომ ევროპის პოლიტიკური გაერთიანება არ მომხდარა ომის და ძალადობის გარეშე. და ამდე ახლაც მე არ მგონია რომ ის შიდა სახელმწიფოებრივი წინააღმდეგობები რაც მეორე მსოფლიო ომის მერე ვითომ მიძინებული იყო როგორც ეს ბოლო ვისია ბოლო მოვლენები აჩვენებს არსად არ არის წასული რა და ესე უბრალოდ ეს არის დაღვერდალი რომელზეც ნაცარია წაღრელი თორე ერთი ქარია საჭირო რომ ისე გაღვიდეს ხო და მას ვამბობ რომ არ არის ეს ფული ეს ფული ჯერთი ფიზიკურად არ არის. ინფლაციას გამოიწვევს ეს ძალიან დიდ და უკმაყოფილებას. ანუ მე გამოიწვევს იმას, რაც ახლა ხდება თურქეთში. თუნდაც. ბოლო რამდენიმე წელი არის თურქეთში. თურქებმა იმდენი ჩამოკვიჩეს, რომლის დაღეჭვაც შეუძლებელია. კი და იმდენი ომი დაიწყეს, იმდენ ადამიანთან, იმდენ ქვეყანასთან ვერ dalagდნენ და ისეთი ინფლაცია აქვს. შეიძლება ამერიკასთან და რუსეთთან ერთდროულად ვერ ლაგდებოდეს? 60 და 70%, 60-70% არის. შეიძლება ამერიკასთან და რუსეთთან ერთდროულად ვერ ლაგდებოდი, აი ეს არ გამოდის ეგ ამბავი რა. ხო, ნუ შეუთავსებლების შეთავსებას არ გამოდის ხო? და თან დიდი თურანის პროექტი ალერსა. ხო, აი არა, უკვე იქით სირიაში კი გააგდეს რუსები მაგას პირდაპირ ვიტყვით კი ბატონო, მაგრამ მე ჩამოკვიჩეს იმდენი, მაგრამ მაგას თავი დავანებოთ. შესაბამისად საქართველოს ეხლა
როგორც ყოველთვის საქართველოს, როგორც ყოველთვის ამ ბოლო დროს თორე არა მანამდე. ეხლა უნდა გამოიჩინოს ძალიან დიდი სიბრძნე წინდახედულობა, რომელ ეკონომიკურ მოდელს გაყვეს. თორე ჩვენი ხსნა მაინც არის რა თქმა უნდა ეკონომიკაში, რომელსაც რა თქმა უნდა სტაბილურობა და მშვიდობა სჭირდება. ჩვენ გვაქვს ეხლა კარგი შანსი, რომ აი ამ უღრიელ წყალში ჩვენი ოქროს თევზი დავიჭიროთ რა. დავიწყოთ თუ იმისა თუ რა პრიორიტეტები უნდა გქონდეს, რა გვაქვს ხელში, რას უნდა ვესწრაფოდეთ და აქედან ავაგოთ შემდეგ მონახაზები, აგერ წისქვილში კი ვარ და ეს ფიქრობს კაცი წისქვილში. ამასინათ მე დავწერე საშუალო ფენის ანალიზი მეტი კი ბატონო, ჩვენ განვიხილეთ. კი, მაგაზე ვისაუბრეთ და შემდგომ მაგ ანალიზის ფარგლებში გავაკეთე ესეთი საინტერესო მიმოხილვა. ეროვნული ბანკის საიტზე თუ შეხვალ, იქ ნახავ არის საგადამხდელო ბალანსის მონაცემები. კი ბატონო. ანუ მთლიანად ქვეყანაში ჯამური ბალანსი. საიდან შედის? რა შედის, რა გადის დამატებული ღირებულება. კი ბატონო, DGG? არა, DGG არა, დამატებული ღირებულება, მთლიანი შიდა პროდუქტი რა რაც არის. ჯამში რა მარქსისტული იმით ისე. ხო და კი აღმოჩნდა რომ 2000 წლიდან არის მონაცემები და ეს საგადამხდელო ბალანსი გვაქვს ქრონიკულად უარყოფითი. აჰა. ჯამურად 2000 წლიდან 2023 წლის ჩათვლით ჯამური საგადამხდელო ბალანსის ნეგატიური უარყოფითი საგადამხდელო ბალანსი კი არის 30.7 მილიარდი აშშ. აუხსნოთ კარგად რა არის ეს არის როგორც აი იგივე ირაკლი გოგავას კითხეთ ჩემზე უკეთის გეტყვით ვაშინგტონის კონსენსუსის ფარგლებში საქართველოს მიერ გადახდილი ხარკი, ну, ძირითადად ევროატლანტიკური სივრცისათვის. თუ აი ახლა მას ქვეყნების მიხედვით თუ გააკეთებ, სალსარკე ბალანს გაიგებ, რომელ ქვეყნებში არის გასული. მაგრამ ჯამურად არის ესე 30.7 მილიარდი დოლარი. ეს არის ჯამური ნეგატიური სალდო. ეს რომ გამოასწორო ამისთვის საჭირო არის ქვეყანაში რეალური ეკონომიკის განვითარება. აი ხა მე მაგალითად 2023 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომელიც დღეს დაიდო სტატისტიკის საიტზე, ეს არის 2023 წლის წინასწარი შეფასება. საბოლოო შეფასება ნოემბერში იქნება. 9.4% იყოს და ეკონომიკური. ეს არის ფანტასტიკური. აქედან სექტორები. ეს არის ფანტასტიკური შედეგი. ალბათ ტურიზმი. მაგრამ ძირითადი, აი აქ იყო ინფორმაცია, კომუნიკაცია ყველაზე დიდი წვლილი. იმიტომ რომ შემოვიდნენ IT-შტიკები ძალიან ბევრი. და ჩვენთან ძალიან ბევრი მუშაობს და კარგი პირობები აქვს ქვეყანას ამ ძალიან მნიშვნელოვანი არის ტრანსპორტის და კომუნიკაციების, ტრანსპორტის და დასაწყობების წილი. ეს ალბათ მანქანების ამბავი. კი, დიდი არის ვაჭრობის წილი, მაგრამ არ არის ისე დიდი. რეალური ეკონომიკა რა არის? რეალური ეკონომიკა. ტურიზმი, თლათ რეალური. აბა ქარხნები უნდა ავაშენოთ? შეიძლება მცირე და საშუალო ბიზნესმა დიდი ქარხნებიც ძალიან კარგი იქნება. ეხლა მაგისთვის მაგალითად რომ გავაკეთე მეთქი ეს ანალიზი, გავაკეთე ერთი რეგრესიული ანალიზია რა. მოკლედ ერთ მთლიანი შიდა პროდუქტში დამამუშავებელი მრეწველობის წილი და საგადამხდელო ბალანსის მოცულობა და აღმოჩნდა ეგეთ საინტერესო რამე. 1%-ით დამამუშავებელი მრეწველობის წილის და კლიანში და პროდუქტში 300 მილიონით აუმჯობესებს ბალანსს. ეს რას ნიშნავს? დამამუშავებელი რა არის უთხრათ ხალხს? დამამუშავებელი ხო რა არის უთხრათ ეს არის? კვების მრეწველობა, რაღაც პროდუქტის მოპოვება ერთია და შემდეგ ნებისმიერი პროდუქტიდან უკვე მზა ნაკეთობის შექმნა. კი, და არა მარტო კვების, არამედ ყველგან. მაგალითად კვების მრეწველობა ვთქვით, რომ ნებისმიერი ყველგან ხო რეალური პროდუქციის შექმნა. სუბუქი მრეწველობა, მძიმე მრეწველობა, სუბუქი მრეწველობა შეხაჩე ბატონი. და ახლა ყველა ეს ანუ ესე იგი დამამუშავებელი მრეწველობა და სოფლის მეურნეობა ეს არის ერთგვარი კაშხალები, რომელიც აგუბებს დამატებულ ღირებულებას და ტოვებს ქვეყანაში რა. გავიგე, როცა შეგაფორმას კერავ, ტრიკოტაჟის ფაბრიკა ხარ და ფორმას კერავ, ეს ძალიან მაგარია ქვეყნისთვის. მაგრამ შენ თუ აქედან გაგაკ ხოლოდ ნედლეული, შენ აქედან გაგაკ ხოლოდ აბრეშუმის ჭია დაუშვა. ხო. ანუ მაშინ აბრეშუმის ჭიასაც მოყვანა უნდა და მოვლა, აი რაღაც, რა ვიცი, მარგანეცი. ხო, მანგანუმი თუ გაგაკ ხოლოდ ფეროშენადნობს არაკეთებს. კი, და ის არის იცლები რესურსების, უბრალოდ და მეტი არის. რასაც ტრამპი უპირებს უკრაინას.
კი ბატონო უპირეს. მაგრამ მე რატომ უკრაინას ეხლა რაღაც უპირეს. მაგ იშვიათი მეტალების ხელშეკრულების მაინდა-მაინც არ მჯერა. არა. მოპოვება უნდა და მთელი აქეთ ინვესტიციის ჩადება უნდა. რა საგვირველია. კი ბატონო. აი ესეთი რამე არის მოკლედ და ეს აჩვენებს თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს რა არის გასაკეთებელი ამ ქვეყანაში. ეს ერთი. მეორე არის რომ არის ეგეთი პერსპექტივა, შუადერეფნის პერსპექტივა. კი, აი ეს. გამოვიხედოთ ირგვლივ რა ხდება. ყველგან ანთია ცეცხლი. ერთადერთი მშვიდობიანი კორიდორი არის ეს. და თუ რუსეთმა მოაგვარა? რუსეთმა შეიძლება მოაგვაროს ეს ჩინეთი დაიტოვებს დამატებით, ხო? რა საგვირველია, რუსეთმა ეს ისეთი ხარისხის კონფლიქტია, ეს არ არის ის კონფლიქტი, რომელიც ერთ და ორ თვეში მოგვარდება. და ერთ და ორ წელიწადშიც არ მგონია მოგვარდეს ეს კონფლიქტი რა. ხოლო ეს ის შანსი არის, რომელზეც აი ლათინური გამოთქმა არის dat nihil fortuna in aeternum. ბედი არაფერს არ იძლევა საჩუქრად სამუდამოდ. ეს ის შანსია, რომელიც უნდა გამოიყენო. ეს შანსი რომ გამოიყენო, ამისთვის არის საჭირო ძალიან კარგად დაფიქრება ამაზე, კარგად გააზრება. ხოლო დერეფანი რო არ ვიყო და აქ სხვა რაღაცა რო. ახლა მოდი ასე კუჩურად რო ვთქვა, პრახადნოი დვორი კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს ქვეყანა დერეფნის მფლობელი ქვეყანა. კი ბატონო. ვინაიდან ამ შუა დერეფანს ერთი გარდა იმისა, რომ სატრანზიტო ფუნქციის გარდა ამ ტვირთის მომსახურებას, ლოგისტიკას უზარმაზარი სამუშაო ჭირდება და ფაბრიკატების დამზადება შეიძლება. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება. კი. ეს არის მეორე ვარიანტი. მესამე ვარიანტი კიდევ, მესამე რესურსი არის ასევე არა მხოლოდ ეს შუა დერეფანი, არამედ ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფანზეც ფიქრი. ეს უფრო საინტერესოა. ეს ძალიან საინტერესოა განსაკუთრებით ტერიტორიული თლიანობის აფხაზეთიდან ირანამდე. რა საგვირველია. და ეს საინტერესო არის არა მარტო ჩვენთვის, საქართველოს დღევანდელი იურისდიქციასაც ცელდება, არამედ იმ სამხრეთისთვისაც, თვითონ აფხაზებისთვისაც, რუსეთისთვისაც და არის, მაგრამ არის ძალები, ვისთვისაც ეს საინტერესო არ არის. დასავლეთი. რა საგვირველია. ერთ-ერთი არის. იმიტომ იქ ირანს ამაგარ. ვინაიდან ნებისმიერი სახმელეთო კომუნიკაცია, საზღვაო კომუნიკაციების მფლობელებისთვის არ არის საინტერესო. არა, პლუს რუსეთი და ირანის თვითმფრინვა გაიზრდება ძალიან. რა საგვირველია, მაგრამ ნუ ახლა ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ უნდა გქონდეს გააზრებული და მოდელირებული. მე არ ვიცი არის თუ არა ეს ამ ქვეყანაში გაკეთებული, მე რატომღაც შტაბეჭდილება მრჩება, რომ კონკრეტული მოდელი გაკეთებული არ არის. არის და გასაკეთებელი არის. შეიძლება მე შეგეკამათები, მოდელიც გაკეთებული იქნება და ნაფიქრიც ექნება ბევრ ადამიანს. არა, ნაფიქრ მე იმას ვამბობ, ეკონომიკურად აი რატო არ არის, იცი? როგორც კი ჩვენ, ეთქობა არ არის ჩემი აზრით, როგორც კი დაიწყებს კონკრეტულ მოდელზე საუბარს, ეს ამბავი გახდება ყველასთვის ცნობილი. მე მგონი ჯერ ამის დრო არ არის. შეიძლება, არ ვიცი. აი პოლიტიკური მიზანშეწონილება, ამაზე ნაფიქრი ექნებათ. ახლა ჩვენ ვფიქრობთ აქ. ვიღაცებს ან ალბათ, ახლა მე ვლაპარაკობ, ახლა ჩვენ რო დავიწყოთ ამების განხილვა. მე ვლაპარაკობ იმ ადამიანის პოზიციიდან, რომელიც გვერდიდან უყურებს. ხელისუფლების დონეზე ამის დრო არ არის, ჩემი აზრით, პოლიტიკურად არ არის. შეიძლება. კი ბატონო. ეს კარგად გამოავლინე, კი ბატონო. და ნუ მოკლედ და ყველაზე მთავარი არის რომ ამ ყველაფრის აუცილებელი პირობა არის სტაბილურობა. აი მაკა ასათიანი რომ აშენებს ტერმინალს კი არა, აი ქარხანას, ნავთობგადამამუშავებელს. ესეც მაგის ამბავია, რომ პროდუქტი კი არ გაგვაგდა, ტრანზიტი კი არ არის. არამედ აქ საწვავი იწარმოება და საქართველოში, საქართველოში რამხელა გასაგებია. მე ადრე გავაკეთე ექსპორტ-იმპორტის სტრუქტურა, მაშინ არის სტატისტიკის საიტზეც ქვეყნდება ხოლმე და ფინანსთა სამინისტროს საიტზე ძალიან დეტალური 11 ნიშნა კოდების დონეზეა რა დეტალიზებული. და გავაკეთე ესეთი საქართველოს ექსპორტში რამდენი არის რა არის ღრმა გადამუშავების პროდუქციის წილი ექსპორტში და აღმოჩნდა რომ ძალიან მცირეა. ნუ ხა ავტომობილებს ექსპორტში ნუ ჩავთვლით. და ეს არის ჩაი ძალიან მცირეა მე. ო არა ჩაი ძალიან მცირეა. და ძირითადი არის მინერალური წყალი, რომელიც ბუნებისგან გაქვს. და გაზიანი სასმელები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი
ღრმა გადამუშავების პროდუქცია. დარჩენი ახლა სპილენძის ბადნები და კონცენტრატები შემოდის დაუშვათ ჩილედან, შემდგომ აქ მზადდება კაზმი და გადის ბულგარეთში. ჩვენ ხო გვაქვს საბადო? ჩვენ გვაქვს საბადო სადაც მოიპოვება. და ეს კონცენტრატი ერევა ამას კეთდება გამზადებული კაზმი და გადის ბულგარეთში. და ჩვენ ხო ხმარობთ ამ კაზს თუ არა გვაქვს? არა, ჩვენ ფერადი მეტალურგიის ქარხნები და საერთოდ ყველანაირი მძიმე მრეწველობის ქარხნები საზეიმო შესახილებით დავანგრიეთ და საღაც ავედით. და გვაქვს ერთი ადგილი რომ გავუკაჩოთ დიდი ქარხნები? ანუ მან რა ხდება? ეხლა ჩვენ იგივე პრობლემა გვექნება რა პრობლემაც ეხლა უდგას ამერიკას. ოღონდ ამერიკას გაცილებით უფრო დიდი მასშტაბით გჭირდება. ახალგაზრდები ეხლა ხო ხედავ ოლეოლას ღერიან. დაუშვათ ეხლა მათემატიკის სწავლა არავის არ. ხო, ოლეოლას მზახებელი კაცი არა, მათემატიკა უნდა ისწავლო კაცი. ჩარხთან ვერ დადგება რა. და ეხლა წარმოიდგინე ეხლა რომ დაუშვათ მთელი ავტომრეწველობა დააბრუნოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დეტროიტის ჟანგიან სარტყელში. აღარ არსებობს დეტროიტი. ხო, აღარ არსებობს. და ააშენოს. ხო, თავიდან უნდა ააშენოს, მაგრამ თავიდან რო ააშენებს, მე კადრები, ის ხალხი ვინც იქ დაბერდა უკვე აღარ არის კი. ზოგი მოკვდა, ზოგი დაბერდა და ზოგს არის ეგეთი ცნება, დეკვალიფიკაცია ქვია. ნუ და 20 წელი არ გახარ ჩარხა. ხო, ნუ ეხლა თუ ნიკი ლაუდა 40 წელი ყიდის მწვანილს, შეიძლება ავარია გააკეთოს მეთქე. ხო, იმ წუთში. ვიდრე რომ ანუ მაშინ ჩვენ ეს იგი პროფესიული განათლება გასაგრელი ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი ეს არის განათლება. მაგრამ კარგი ხელოსნები და კარგი მუშები ყავს და ვერ ნახავ ვერავის, უბრალოდ თულია ნახვა, იმიტომ რომ ყველა წავიდა ევროპაში. ყავს ჩვენ ამ ხრივ არა ყავს სუდი კადრები რა. ვერ ვიტყვი, იცი? ვერ ვიტყვი. არა, მოთხოვნა მეტია. შორიდან მასე ჩანს, მაგრამ ახლოს რომ მიხვალ, როგორც წესი პრობლემები არის, ხო, ეგრეა რა, იმ ანეკდოტივითა გაგრა. კი ბატონო. არა, მე მგონი რომ ეს ჭირდება. განათლება. ეხლა რაც აჩვენა ტექნიკური განათლება, პროფესიული განათლება, რაც აჩვენა ეხლა ამომმა ევროპაში. რაც აჩვენა ამომმა ევროპაში. აღმოჩნდა რომ PR მენეჯერი ყუმბარას ვერ აკეთებს. რუსკიდან რამდენიმე ქარხანა აქვს ისეთი თბილისის ხელა. კი. ტანკები გამოუშვა ეგრევე. და საბჭოთა მემკვიდრეობა. და არ დაუკარგავთ თურმე ბოლომდე. კი. ანუ არ გაუფანტავთ რა ჩვენთან გაფანტეს კი ბატონო. აუ ჩვენ რომის პაპზე მეტი კათოლიკეები აღმოჩნდით ბაქსაგებში. ანუ ჩვენ ეს კი გამოკვეთეთ რომ აქ საჭიროა პროფესიული განათლება და ტექნიკური განათლება ეს ერთი, მერე საჭიროა დივერსიფიცირება სავაჭრო და დინებების რა თქმა უნდა და საჭიროა დამამუშავებელი მრეწველობის განვითარება. ვინაიდან ჩვენ ახლა არ გვაქვს იმის შესაძლებლობა რომ გავაკეთოთ ისეთი გიგანტური რაღაც რაც მოხდა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა 30-იან წლებში გასული საუკუნის და როგორ მოხდა კი ვიცი ხო როგორც ხო ინდუსტრიალიზაცია ეკონომიკური სასწაული მოახდინა სტალინმა ის ეკონომიკური სასწაულის მაგის შესაძლებლობა შეიძლება ახლა არ გვაქვს მაგრამ შეიძლება კერძო სამეწარმეო ინიციატივების ახალისებისთვის ინიციატივების ახალისება და ფულს ვინ ჩადებს ამისთვის ამაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფო ფული ბევრია საჭირო ფული ბევრია საჭირო, მაგრამ ნებისმიერი ამისთვის არის აუცილებელი უამრავი პროექტი ჩატარებულა, უამრავი პროგრამა ამ ქვეყანაში, მაგრამ შედეგი არის ბლითის ნახრეტი, ანუ არაფერი. და რატომ არის? იმიტომ არის, რომ მონიტორინგის და შეფასების სისტემა არის აუცილებელი ნებისმიერი ნაბიჯისთვის. რომ ნებისმიერი პროგრამა, ნებისმიერი კომპონენტი, რაც კი იგეგმება, ყველაფერს უნდა კონდეს თავისი მაჩვენებლებში გამოხატული მიზნები და ამ მიზნებამდე მიღწევის განრიგი. რომ მონიტორინგის და შეფასების სისტემას უნდა კონდეს იმის შესაძლებლობა, რომ წინასწარ მოახდინოს იმ პროგნოზირება იმის თუ რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას. რომ რაღაც არარეალისტური ან არარეალისტური მიზნები არ დაისახო რა. და სიგიჟეები არ დააფინანსო. ხო, ამერიკის ბიუჯეტი აფინანსებდა და დღესაც განაგრძობს სიგიჟეების დაფინანსებას. მე უნდა გითხრა რომ მე ვიცნობ ძალიან ბევრ მეწარმეს, რომელიც კონკრეტულ პროდუქტს აწარმოებს და იცი რა კარგად აწარმოებს, ანუ აქ დაზგები და დანადგარები ჩამოიტანა ევროპიდან. დიახ. აქ ვერ აწარმოებენ. ამის ეს აბსურდი აქ ჩარხშენებლობა ახლა არ გამოვა აქ. ხო, ნუ ახლა ჩარხშენებლობა ავეჯის მაღაზიაა, ჩარხშენებელი ქარხნის ადგილზე. აბა რა იყო. მე რომ დავდივარ ამ ჩვენ გადაღებების ამბავში ვეძებდით დიდ პავილიონებს და
მოვლილი მაქვს თბილისის საქარხნო რაიონი და არა მარტო. მე უბრალოდ თქვენ არიცით მეგობრებო, ამაზე ცალკე ფილმია გადასაღები რა. ეს იმხელა ფართობებია, ეს არის გიგანტური უზარმაზარი იმპერიის ნარჩენი, აი დინოზავრის ნაკვალები რა, ანუ ეს ჩონჩხი დინოზავრის, რომ შედიხარ და უზარმაზარი სივრცეები რო არის, უზარმაზარი, ანუ აქ რა ხდება და რა გუგუნებს, უბრალოდ მე წარმომიდგენია, ნუ ჩარხშენებელი უამრავი სხვა. ელმომშენებელი საავიაციო ქარხანა, ქუთაისის ლითოფონის ავტომობილო და შენებული. მეტალურგიული. ბატონო მეტალურგიული. იქ ვიც მიხვალ, იქ ზესტაფონის სფეროშენადობდა ქარხანა, რომელიც მე-5-ად იმუშაობს, მე მგონი, საერთოდ. კი, ახლა ნაწილი მუშაობს ხო? ჰა? ნაწილი პატარა ნაწილი მუშაობს. პატარა ნაწილი. მე ექსკურსიაზე წამიყვანს დამათვალებდეს ეს ფანტასტიკის სფეროს ფილმის გადაღება შეიძლება იქ რაც იქ ხდება. ანუ ეს ყველაფერი რომ მუშაობდა, შენ ხო ხდებია რა, ის რა გუგუნებდა ქვეყანა რა. კი ბატონო. ქართველებთან. კი ბატონო, მე შეგვიძლია ზარმაცებს და სხვაგან რა ხდება მე წარმომიდგენია. ეხლა მთელი ამასინათ მე Facebook-ზე დავდე, ეგეთი სოფლიო ბანკის საიტზე არის ეგეთი მონაცემები. მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოში დინამიკას 1960 წლიდან 2023 წლამდე. არის? კი, არის ეგ. შენ გამოგიგზავნე თუ. აი 87 წლიდან რომ დაიწყო დაახლოებით 80%-ით შემცირდა 94 წელს განადგურდა პრაქტიკულად ეს განულებაა პრაქტიკულად. და ამის შემდეგ დაიწყო ზრდა და ეხლა უკვე არსებითად გადავასწარეთ 90 წლის დონეს. მაგრამ 90-ის გადავასწარეთ, მაგრამ 70-იანების? კი, იმას გადავასწარეთ. მაქსიმუმი როცა 88-ში იყო მგონი მას. ხო, მაგრამ მაშინდელი მყიდველუნარიანობა? ეს შესაძარ ფასებშია დათვლილი. უკეთესად აბა შესაძარ ფასებშია. აბა რატო გონია რომ მაშინ უფრო მასობრივად ეხლა თვისობრივად სხვა რაღაცაა. ამაშია ეს. ეს არის ჩვენ ეხლა გვაქვს ეს საშუალო ფენის დაზე რაც გითხარი. ამაშია. ეს არის ნეპის ეკონომიკა. ნეპის ეკონომიკას შეუძლია სამომხმარებლო ბაზარი გაავსოს ათასნაირი ხარახურით, მაგრამ ნახტომისებურ განვითარებას ეს ვერ უზრუნველყოფს. და თელს მასებზე ეს არ აისახება. კი, უთანაბრობა არის უფრო მაღალი ვიდრე მაშინ. მაშინ არ იყო. მაშინ არ იყო. მე მახსოვს რამდენად დარწმუნებული იყო ხალხი. კი, ხვალინდელ დღეში და მე ერთი ძალიან საინტერესო რამე კიდე, როდესაც ეს საშუალო ფენის წილი დავთვალე, იქ არის სხვადასხვა შემადგენელი ამის. არის საცხოვრისის ვიცი, მაგას ვისაუბრებ. ხო, და ამ შემდეგ. ხო და არის კიდე ერთი მენტალური შემადგენელი. მაგას ვისაუბრებ, კი ბატონო. მენტალური სიღარიბე, ანუ მენტალური სიღარიბის შემცირების ტემპი 5-ჯერ უფრო ნელა მცირდება ვიდრე რეალური დრო. ერთი დრო უნდა და მეორე საინფორმაციო გარემო უნდა. საინფორმაციო გარემო არის რომ ქვეყანაში უბრალოდ აკრძალულია რამე კარგი ხდებოდა. ფოთის მომგვრელი. რაღაც აკრძალულია რომ რამე კარგი ჯიბეში პული აქვს და გონია რომ არა. კი. გამარჯობა რო უთხრა ადამიანს, რას ქვია გამარჯობა მითხარ. ეს გამოსწორდება. ძალიან საინტერესოდ საუბრობ და ჩვენ ხშირად მოგვიწევს ამ საუბრების. კი ბატონო. გაგრძელება უღმეს მადლობა. ჩემონო და ხამანაძე იყო ჩვენი განაცემის სტუმარი. ჩვენ ამით გემშვიდობებით დღეს და შემდეგ პარასკევს კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. არ გაგზავნებოდეთ, მადლობა.